სწორედ ახლა, ან წამში, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი ტვინი ახორციელებს რაღაც საოცარს. ის არ იხსენებს თქვენს წარსულს, ის მას ქმნის, ახლიდან, ყოველ წამს. ის ნეირონი, რომელიც ინახავდა თქვენი პირველი კოცნის მეხსიერებას, უკვე აღარ არსებობს იმ ფორმით, რომელშიც იყო 5 წუთის წინ. ის ნეირონი, რომელიც ინახავდა თქვენი დედის ხმის მეხსიერებას, უკვე შეიცვალა. თქვენ ფიქრობთ, რომ იხსენებთ თქვენს ბავშვობას, მაგრამ რეალურად თქვენი ტვინი ქმნის ახალ ვერსიას იმისა, რაც შესაძლოა მოხდა, ან არ მოხდა, ან მოხდა სრულიად სხვაგვარად. ეს არ არის ფილოსოფია, ეს არის ნეირობიოლოგია. და ეს ყველაფერი შეიცვალა 2025 წლის დეკემბერში. უნივერსიტეტ კოლეჯ ლონდონში ნეირობიოლოგთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ელენორ მაგვაირი, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ. ექსპერიმენტი მარტივი იყო. 400 მოხალისე უყურებდა ვიდეოს, სადაც ადამიანი ასრულებდა მარტივ მოქმედებებს. ერთი კვირის შემდეგ მათ სთხოვეს გაეხსენებინათ ეს ვიდეო, მაგრამ ამ დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ არა იმას, რასაც ისინი იხსენებდნენ, არამედ იმას, თუ როგორ იცვლებოდა მათი ტვინი იმ მომენტში, როცა ისინი ცდილობდნენ გახსენებას. შედეგი იყო შოკის მონგვრელი. ყოველი ადამიანის ტვინი არაუბრალოდ იხსენებდა ვიდეოს, ის მას ხელახლა ქმნიდა და ყოველ ჯერზე სხვაგვარად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მთელი ცხოვრება არის ფილმი, რომელსაც თქვენი ტვინი ყოველ ჯერზე ხელახლა იღებს, როცა თქვენ ცდილობთ მის ხურებას. და ყოველ ჯერზე ის ცოტათი იცვლება. ახალი დეტალები ემატება, ძველები ქრება, ემოციები იცვლება, კონტექსტი იცვლება და ყველაზე საშინელი ის არის, რომ თქვენ ვერასოდეს გაიგებთ რა იყო ორიგინალი, რადგან ორიგინალი აღარ არსებობს, არასოდეს არსებობდა. თქვენი ტვინი არ არის ვიდეო ჩამწერი, ის არის რეჟისორი, რომელიც ყოველ ჯერზე ხელახლა იღებს ფილმს, ფიქრობს, რომ აჩვენებს ორიგინალს. მაგვაირის ჯგუფმა აღმოაჩინა რაღაც კიდევ უფრო შემაშფოთებელი. როცა ადამიანები იხსენებდნენ ვიდეოს, მათი ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისგებელნი არიან შემოქმედებაზე და წარმოსახვაზე, იყვნენ ისეთივე აქტიურები, როგორც მაშინ, როცა ისინი გამოიგონებდნენ რაღაც ახალს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მეხსიერება და თქვენი წარმოსახვა იყენებენ ერთსა და იმავე ნეირონულ ქსელებს. თქვენი ტვინი არ აკეთებს განსხვავებას იმას შორის, რაც მოხდა და რაც შეიძლება მომხდარიყო. ის უბრალოდ ქმნის ისტორიას, რომელიც ყველაზე კარგად ჯდება თქვენს მიმდინარე მდგომარეობაში. ეს არ არის ახალი იდეა. ჯერ კიდევ 1927 წელს ფსიქოლოგმა ფრედერიკ ბარტლეტმა კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაატარა ცნობილი ექსპერიმენტი. მან სთხოვა ბრიტანელ სტუდენტებს წაეკითხათ ინდიური ხალხური ზღაპარი მოჩვენებათა ომი. ისტორია იყო უცნაური, სავსე დეტალებით, რომლებიც არ ჯდებოდა ბრიტანულ კულტურულ კონტექსტში. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მან სთხოვა მაეხსენებინათ ეს ისტორია, რაღაც საოცარი მოხდა. სტუდენტები არ უბრალოდ ივიწყებდნენ დეტალებს, ისინი ცვლიდნენ ისტორიას, რათა ის უფრო ლოგიკური გამხდარიყო მათთვის. უცნაური ელემენტები ქრებოდა, ახალი დეტალები ემატებოდა, ისტორია ხდებოდა უფრო ბრიტანული, უფრო ნაცნობი, უფრო მისაღები. ბარტლეტმა ეს უწოდა რეკონსტრუქცია, მაგრამ მან ვერ იცოდა, რამდენად ღრმად მიდიოდა ეს პროცესი. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ ხარვეზი მეხსიერებაში. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ხარვეზი, ეს არის თვისება. თქვენი ტვინი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ შეინახოს ზუსტი ჩანაწერები. ის შექმნილია იმისთვის, რომ შექმნას სასარგებლო ისტორიები. ისტორიები, რომლებიც დაგეხმარებათ გადარჩეთ. ისტორიები, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილებები. ისტორიები, რომლებიც დაგეხმარებათ იყოთ ის, ვინც ფიქრობთ, რომ ხართ. მაგრამ აქ იწყება რეალური პრობლემა. თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება, მაშინ რა არის თქვენი იდენტობა? ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში სვამდნენ ამ კითხვას. ჯონ ლოკი, ბრიტანელი ფილოსოფოსი მე-17 საუკუნიდან ამბობდა, რომ თქვენი იდენტობა არის თქვენი მეხსიერებების უწყვეტი ჯაჭვი. თქვენ ხართ ის, რასაც იხსენებთ. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს მეხსიერებები არ არის სანდო? რა მოხდება, თუ ისინი მუდმივად იცვლება? რა მოხდება, თუ თქვენ, რომელიც იხსენებს ბავშვობას დღეს, არ ხართ იგივე თქვენ, რომელიც იხსენებდა მას 5 წლის წინ? 2027 წელს ნეირობიოლოგმა დონა ბრიჯმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ეს კითხვა გადაიტანა ლაბორატორიაში. მან იმუშავა თაგვებთან, რომლებსაც ჰქონდათ გენეტიკურად მოდიფიცირებული ნეირონები. ეს ნეირონები შეიძლებოდა გააქტიურებულიყო ლაზერული სინათლით. ბრიჯმა შექმნა ხელოვნური მეხსიერება თაგვის ტვინში. მან აიძულა თაგვი ეფიქრა, რომ მას ჰქონდა გამოცდილება, რომელიც რეალურად არასოდეს ჰქონია. და თაგვი მოიქცა ისე, თითქოს ეს მეხსიერება რეალური იყო. ეს იყო პირველი ჯერი, როცა მეცნიერებმა შექმნეს ცრუ მეხსიერება ცოცხალ ორგანიზმში. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი არ იყო ის, რომ ეს შესაძლებელი იყო. ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, თუ რამდენად ადვილი იყო. თაგვის ტვინი არ აპროტესტებდა. ის არ ამბობდა, ეს არ არის რეალური.
ის უბრალოდ მიიღო ახალი მეხსიერება როგორც ნამდვილი. რადგან თაგვის ტვინისთვის, ისევე როგორც თქვენი ტვინისთვის, არ არსებობს განსხვავება რეალურ და ხელოვნურ მეხსიერებას შორის. არსებობს მხოლოდ ნეირონული აქტივობის ნიმუშები და ეს ნიმუშები შეიძლება შეიქმნას ნებისმიერი გზით. ეხლა წარმოიდგინეთ რაღაც საოცარი. თქვენი ტვინი შეიცავს დაახლოებით 86 მილიარდ ნეირონს. ყოველი ნეირონი დაკავშირებულია საშუალოდ 7000 სხვა ნეირონთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ტვინში არის დაახლოებით 652 ტრილიონი სინაფსი. ყოველი სინაფსი არის პოტენციური ადგილი მეხსიერებისთვის, მაგრამ ეს სინაფსები არ არის სტაბილური. ისინი მუდმივად იცვლება, ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათს. როცა თქვენ იხსენებ რაღაცას, ეს სინაფსები იცვლება. როცა თქვენ ისწავლით რაღაც ახალს, ისინი იცვლება. როცა თქვენ უბრალოდ ფიქრობთ, ისინი იცვლება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს ახლა, არ არის იგივე ტვინი, რომელიც იყო ამ აბზაცის დასაწყისში. ის შეიცვალა ფიზიკურად, სტრუქტურულად. და ეს ცვლილება არ არის მცირე, ეს არის ფუნდამენტური. ყოველი ახალი გამოცდილება, ყოველი ახალი აზრი, ყოველი ახალი მეხსიერება სulis თქვენს ტვინს. და როცა თქვენი ტვინი იცვლება, თქვენ იცვლებით. ის თქვენ, რომელიც იყო წუთის წინ, აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ახალი ვერსია. ვერსია, რომელსაც აქვს ოდნავ განსხვავებული მეხსიერებები, ოდნავ განსხვავებული პერსპექტივა, ოდნავ განსხვავებული იდენტობა. მაგრამ თქვენ ამას არ ბრძნობთ. თქვენ გძნობთ უწყვეტობას. თქვენ გძნობთ, რომ ხართ იგივე ადამიანი, რომელიც იყავით ბავშვობაში. იგივე ადამიანი, რომელიც იყავით გუშინ. იგივე ადამიანი, რომელიც იყავით წუთის წინ. ეს შეგრძნება არის ილუზია, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი ილუზია. და ეს ილუზია არის აუცილებელი თქვენი ფუნქციონირებისთვის. რადგან თუ თქვენ მუდმივად გძნობდით, რომ ხართ სხვადასხვა ადამიანი ყოველ წამს, თქვენ ვერ შეძლებდით მიიღოთ გადაწყვეტილებები. ვერ შეძლებდით დაგეგმათ მომავალი. ვერ შეძლებდით ქონოდეთ ურთიერთობები. ვერ შეძლებდით იყოთ ადამიანი. 2030 წელს ფსიქოლოგმა ელიზაბეთ ლოფტუსმა კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაატარა სერია ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენა თუ რამდენად ადვილია ცრუ მეხსიერებების დანერგვა ადამიანებში. ერთ ექსპერიმენტში მან სთხოვა მონაწილეებს გაეხსენებინათ მათი ბავშვობა, მაგრამ მან ასევე დაამატა ერთი ცრუ მოვლენა. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაიკარგნენ ისინი სავაჭრო ცენტრში, როცა 5 წლის იყვნენ. ეს მოვლენა არასოდეს მომხდარა. მაგრამ 25%-მა მონაწილეებისა არა მხოლოდ გაიხსენა ეს მოვლენა, არამედ დაამატა დეტალები. ისინი აღწერდნენ, როგორ გამოიყურებოდა სავაჭრო ცენტრი, როგორ გძნობდნენ თავს, რა ეცვათ, ვინ იპოვა ისინი. ეს მეხსიერებები იყო სრულიად ცრუ, მაგრამ ადამიანებისთვის ისინი იყვნენ ისეთივე რეალური, როგორც ნებისმიერი სხვა მეხსიერება. ლოფტუსმა აჩვენა, რომ თქვენი მეხსიერება არ არის ვიდეო ჩანაწერი. ის არის ვიკიპედიის გვერდი, რომელსაც ნებისმიერ შეუძლია შეცვალოს. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ თქვენ თვითონ ხართ ის რედაქტორი, რომელიც ყველაზე ხშირად ცვლის ამ გვერდს. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ იხსენებთ რაღაცას, თქვენ ცოტათი ცვლით მას. დაამატებთ დეტალს აქ, წაშლით დეტალს იქ, შეცვლით ემოციას, შეცვლით კონტექსტს. და შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ იხსენებთ ამ მეხსიერებას, თქვენ იხსენებთ არა ორიგინალ მოვლენას, არამედ ბოლო ვერსიას, რომელიც თქვენ შექმენი. ეს პროცესი არის კუმულაციური. ყოველი ხსენება ცვლის მეხსიერებას და ყოველი ცვლილება ხდება ახალი საფუძველი შემდეგი ხსენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მეხსიერება, რომელსაც თქვენ იხსენებთ დღეს, შეიძლება იყოს რადიკალურად განსხვავებული იმ მოვლენისგან, რომელიც რეალურად მოხდა 10 წლის წინ. და თქვენ არასოდეს გაიგებთ ამას, რადგან თქვენ არ გაქვთ ცუდომა ორიგინალზე. ორიგინალი წაიშალა პირველივე ხსენებისას. წარმოიდგინეთ ფოტოსურათი, რომელსაც თქვენ ყოველ ჯერზე ხელახლა ბეჭდავთ, როცა უყურებთ. და ყოველ ჯერზე ბეჭდვის ხარისხი ცოტათი უარესდება. დეტალები ბუნდოვანდება, ფერები იცვლება და რამდე ბეჭდდება. და რამდენიმე ბეჭდვის შემდეგ თქვენ აღარ იცით, როგორ გამოიყურებოდა ორიგინალი. ეს არის თქვენი მეხსიერება. გარდა იმისა, რომ ეს არ არის მხოლოდ ხარისხის დაკარგვა, ეს არის აქტიური რეკონსტრუქცია. თქვენი ტვინი არ უბრალოდ კარგავს დეტალებს, ის ამატებს ახალ დეტალებს, ის ცვლის ისტორიას, ის ქმნის ახალ ვერსიას, რომელიც უკეთ ჯდება თქვენს მიმდინარე მდგომარეობაში. 2021 წელს ნეირობიოლოგმა სტივ რამირესმა კალიფორნიის უნივერსიტეტში აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. მან იმუშავა თაგვებთან, რომლებსაც ჰქონდათ გენეტიკურად მოდიფიცირებული ნეირონები, რომლებიც ანათებდნენ, როცა აქტიურდებოდნენ. ეს საშუალებას აძლევდა მას ენახა, რომელი ნეირონები იყვნენ ჩართული კონკრეტული მეხსიერების შექმნაში. რამირესმა აღმოაჩინა, რომ როცა თაგვი იხსენებდა რაღაცას, არა ყველა ნეირონი, რომელიც მონაწილეობდა ორიგინალ გამოცდილებაში, აქტიურდებოდა. ზოგიერთი ნეირონი აქტიურდებოდა, ზოგიერთი არა. და ყოველ ჯერზე
სხვადასხვა ნეირონები აქტიურდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ხსენება არის ოდნავ განსხვავებული ნეირონული აქტივობის ნიმუში. და ყოველი განსხვავებული ნიმუში ნიშნავს ოდნავ განსხვავებულ მეხსიერებას. თქვენი მეხსიერება არ არის ერთი სტაბილური რამ. ის არის დინამიური პროცესი, რომელიც ყოველ ჯერზე ოდნავ განსხვავებულია. და ეს განსხვავება არ არის შემთხვევითი. ის არის სისტემატური. თქვენი ტვინი ცვლის მეხსიერებას ისე, რომ ის უკეთ ემსახურებოდეს თქვენს მიმდინარე საჭიროებებს. თუ თქვენ ბედნიერი ხართ ახლა, თქვენი წარსული ხდება უფრო ბედნიერი. თუ თქვენ დეპრესიაში ხართ ახლა, თქვენი წარსული ხდება უფრო მუქი. ეს არ არის შეგნებული პროცესი. თქვენ არ გადაწვეთ შეცვალოთ თქვენი მეხსიერებები. თქვენი ტვინი აკეთებს ამას ავტომატურად. და ის აკეთებს ამას იმიტომ, რომ ეს არის ევოლუციურად ადაპტური. მეხსიერება, რომელიც იცვლება თქვენს მიმდინარე მდგომარეობასთან შესაბამისად, არის უფრო სასარგებლო ვიდრე მეხსიერება, რომელიც რჩება ფიქსირებული. რადგან თქვენი მიზანი არ არის იყოთ ისტორიკოსი, თქვენი მიზანი არის გადარჩეთ. და გადარჩენისთვის თქვენ გჭირდებათ მეხსიერებები, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ კარგი გადაწყვეტილებები ახლა, არა მეხსიერებები, რომლებიც ზუსტად ასახავენ წარსულს. მაგრამ აქ არის პარადოქსი. თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება, მაშინ რა არის თქვენი იდენტობა? თუ თქვენ არ ხართ თქვენი მეხსევენი მეხსიერებების ჯამი, მაშინ რა ხართ? ეს კითხვა არ არის მხოლოდ ფილოსოფიური, ეს არის პრაქტიკული. რადგან თუ ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი იდენტობა არის მუდმივად ცვალებადი კონსტრუქცია, ეს ცვლის ყველაფერს. ეს ცვლის იმას, თუ როგორ უყურებთ ჩვენს წარსულს. ეს ცვლის იმას, თუ როგორ გეგმავთ ჩვენს მომავალს. ეს ცვლის იმას, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს თავს და სხვებს. 2029 წელს ფილოსოფოსმა თომას მეცინგერმა მაინცის უნივერსიტეტში გამოაქვეყნა წიგნი „ეგო ტუნელი“, სადაც მან არგუმენტირებულად დაასაბუთა, რომ თვითი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ პროცესი, რომელიც ქმნის ილუზიას თვითის შესახებ. მეცინგერი არ იყო პირველი, ვინც ეს თქვა. ბუდისტური ფილოსოფია ამბობდა ამას 2500 წლის განმავლობაში, მაგრამ მეცინგერი იყო პირველი, ვინც ეს დააკავშირა თანამედროვე ნეირობიოლოგიასთან. მან აჩვენა, რომ ის, რასაც ჩვენ უწოდებთ თვითს, არის ნეირონული მოდელი, რომელსაც ქმნის ჩვენი ტვინი. და ეს მოდელი არ არის სტაბილური. ის მუდმივად იცვლება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი არის კომპიუტერი, რომელიც უშვებს პროგრამას სახელწოდებით თქვენ. ეს პროგრამა იყენებს მონაცემებს თქვენი სხეულიდან, თქვენი მეხსიერებებიდან, თქვენი გარემოდან. და ის ქმნის მოდელს იმისა, თუ ვინ ხართ თქვენ. მაგრამ ეს მოდელი არ არის თქვენ. ეს არის სიმულაცია. და ეს სიმულაცია მუდმივად ახლდება. ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათს. როცა თქვენი სხეული იცვლება, სიმულაცია იცვლება. როცა თქვენი მეხსიერებები იცვლება, სიმულაცია იცვლება. როცა თქვენი გარემო იცვლება, სილება სიმულაცია იცვლება. და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ეს სიმულაცია არ არის პასიური, ის არის აქტიური. ის არ უბრალოდ ასახავს რეალობას, ის ქმნის რეალობას. თქვენი აღქმა, თქვენი ემოციები, თქვენი გადაწყვეტილებები, ყველა ეს არის ნაწილი სიმულაციისა. თქვენ არ ხედავთ რეალობას ისეც, როგორიც ის არის. თქვენ ხედავთ რეალობას ისეც, როგორცაც თქვენი ტვინის სიმულაცია გიჩვენებთ. და ეს სიმულაცია არის ოპტიმიზებული არა სიზუსტისთვის, არამედ გადარჩენისთვის. 2032 წელს ნეირობიოლოგმა ანილ სეთმა სასექსის უნივერსიტეტში შემოგთავაზა ახალი გზა იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობთ შეგნებაზე. მან თქვა, რომ შეგნება არ არის რეაქცია გარე სამყაროზე. შეგნება არის კონტროლირებადი ჰალუცინაცია. თქვენი ტვინი მუდმივად ქმნის პროგნოზებს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს, და შემდეგ ის ადარებს ამ პროგნოზებს რეალურ სენსორულ ინფორმაციას. როცა პროგნოზი ემთხვევა რეალობას, თქვენ არაფერს გრძნობთ. მაგრამ როცა პროგნოზი არ ემთხვევა რეალობას, თქვენი ტვინი ახლდება მოდელს. და ეს განახლება არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ გამოცდილებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენი რეალობა არის არა ის, რაც არსებობს გარეთ, არამედ ის, რასაც თქვენი ტვინი ელოდება. თუ თქვენი ტვინი ელოდება საშიშროებას, თქვენ დაინახავთ საშიშროებას. თუ თქვენი ტვინი ელოდება უსაფრთხოებას, თქვენ დაინახავთ უსაფრთხოებას. თქვენი რეალობა არის თქვენი ტვინის პროგნოზების თვითშემსრულებელი წინასწარმეტყველება. და ეს პროგნოზები ეფუძნება თქვენს მეხსიერებებს. მაგრამ თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება, მაშინ თქვენი რეალობაც მუდმივად იცვლება. აქ იწყება რეალური ტრანსფორმაცია. როცა თქვენ გესმით, რომ თქვენი მეხსიერებები არ არის ფიქსირებული, რომ თქვენი იდენტობა არ არის სტაბილური, რომ თქვენი რეალობა არის სიმულაცია, ეს ცვლის ყველაფერს. ეს ცვლის იმას, თუ როგორ epყრობით თქვენით თქვენს წარსულს. თქვენ აღარ ხართ მსხვერპლი თქვენი ისტორიისა. თქვენ ხართ ავტორი. თქვენ შეგიძლიათ გადაწეროთ თქვენი ისტორია. არა იმიტომ, რომ თქვენ ატყუებთ თავს, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ტვინი ამას ისედაც აკეთებს. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ იხსენებთ რაღაცას, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. რადგან თუ თქვენი მეხსიერებები არ არის ფიქსირებული, მაშინ თქვენი მომავალიც არ არის ფიქსირებული.
წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ იდენტური ბავშვობა, იდენტური გამოცდილებები, იდენტური ტრავმები. მაგრამ ერთი მათგანი იხსენებს ამ გამოცდილებებს ბებს როგორც გამოწვევებს, რომლებმაც გააძლიერა იგი. მეორე იხსენებს მათ როგორც ჭრილობებს, რომლებმაც დააზიანა იგი. ეს ორი ადამიანი ცხოვრობენ სრულიად განსხვავებულ რეალობებში. არა იმიტომ, რომ მათი წარსული განსხვავებული იყო, არამედ იმიტომ, რომ მათი მეხსიერება განსხვავებულია. და მათი მეხსიერება განსხვავებულია იმიტომ, რომ მათი ტვინი სხვაგვარად ახლებს ისტორიას. 2023 წელს ფსიქოლოგმა მარტინ სელიგმანმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა რაღაც გასაოცარი. მან იმუშავა ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა. ეს ადამიანები იყვნენ ტყვეები მათი მეხსიერებებისა. ისინი მუდმივად იხსენებდნენ ტრავმულ მოვლენებს და ყოველი ხსენება აძლიერებდა ტრავმას. სელიგმანმა სთხოვა მათ გაეკეთებინათ რაღაც უჩვეულო. მას სთხოვა მათ არაუბრალოდ გაეხსენებინათ ტრავმული მოვლენა, არამედ წარმოედგინათ, თუ როგორ შეიძლებოდა ის განსხვავებულად მომხდარიყო. როგორ შეიძლებოდა მათ განსხვავებულად მოქმედება. როგორ შეიძლებოდა შედეგი განსხვავებული ყოფილიყო. პირველ რიგში ეს ჟღერდა აბსურდულად. როგორ შეიძლება წარსულის შეცვლა. მაგრამ სელიგმანმა იცოდა რაღაც, რაც მაშინ ბევრმა არ იცოდა. ის იცოდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა თქვენ იხსენებთ რაღაცას, თქვენი ტვინი ხელახლა ქმნის ამ მეხსიერებას. და ამ შექმნის პროცესში მეხსიერება შეიძლება შეიცვალოს. თუ თქვენ წარმოიდგენთ ალტერნატიულ სცენარს, თქვენი ტვინი იწყებს ამ ალტერნატიული სცენარის ინტეგრირებას ორიგინალ მეხსიერებაში. და რამდენიმე სესიის შემდეგ ორიგინალი მეხსიერება იწყებს ცვლილებას. არა იმიტომ, რომ თქვენ ატყუებთ თავს, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ტვინი არ აკეთებს განსხვავებას რეალურ და წარმოდგენილ გამოცდილებას შორის. შედეგები იყო დრამატული. ადამიანები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იყვნენ ტყვეები მათი ტრავმული მეხსიერებებისა, იწყებდნენ განთავისუფლებას. არა იმიტომ, რომ ტრავმა გაქრა, არამედ იმიტომ, რომ მათი ურთიერთობა ტრავმასთან შეიცვალა. მათი მეხსიერება ტრავმის შესახებ შეიცვალა. და როცა მეხსიერება შეიცვალა მათი იდენტობა. ისინი აღარ იყვნენ ტრავმის მსხვერპლები. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ რთული გამოცდილება და გადალახეს იგი. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა. ეს არ არის მხოლოდ ტრავმის შესახებ. ეს არის ყველა მეხსიერების შესახებ. ყოველი მეხსიერება, რომელსაც თქვენ იხსენებთ, იცვლება და ყოველი ცვლილება ცვლის თქვენს იდენტობას. ეს ნიშნავს, რომ თქვენი იდენტობა არ არის რაღაც, რაც თქვენ გაქვთ. ეს არის რაღაც, რასაც თქვენ აკეთებთ. ყოველ წამს, ყოველ წუთს, ელწუთს, ყოველ საათს. თქვენ მუდმივად ხელახლა ქმნით თქვენს თავს. არა შეგნებულად, არამედ ავტომატურად. თქვენი ტვინი მუდმივად ახლებს თქვენი თვითის მოდელს. და ეს განახლება ეფუძნება არა მხოლოდ ახალ გამოცდილებებს, არამედ ახალ ინტერპრეტაციებს ძველი გამოცდილებებისა. წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება როგორც წიგნი, რომელსაც თქვენ მუდმივად ხელახლა წერთ. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ კითხულობთ თავს, თქვენ ცოტათი ცვლით ტექსტს. დაამატებთ წინადადებას აქ, წაშლით აბზაცს იქ, შეცვლით ტონს, შეცვლით პერსპექტივას. და შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ კითხულობთ ამ წიგნს, თქვენ კითხულობთ არა ორიგინალ ვერსიას, არამედ ბოლო რედაქციას. და ყოველი რედაქცია ხდება ახალი საფუძველი შემდეგი რედაქციისთვის. ეს არის უსასრულო პროცესი, რომელიც არასოდეს მთავრდება, პროცესი, რომელიც არის თქვენი ცხოვრება. 2026 წელს იანვარში ნეირობიოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც დაამატა ახალი განზომილება ამ გაგებაში. მათ აღმოაჩინეს, რომ მეხსიერების რეკონსტრუქცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პროცესი, ის არის სოციალური პროცესი. როცა თქვენ იხსენეთ რაღაცა სხვა ადამიანთან ერთად, თქვენი მეხსიერება იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ იხსენებს ეს ადამიანი იმავე მოვლენას. თუ თქვენი მეგობარი იხსენებს პარტიას როგორც საოცარ ღამეს და თქვენ იხსენებთ მას როგორც მოსაწყენ ღამეს, თქვენი მეხსიერება დაიწყებს ცვლილებას მეგობრის ვერსიისკენ. არა იმიტომ, რომ თქვენ ცდილობთ შეესაბამოთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ტვინი იყენებს სოციალურ ინფორმაციას, როგორც მონაცემებს მეხსიერების რეკონსტრუქციისთვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მეხსიერებები არ არის მხოლოდ თქვენი. ისინი არის ჩვენი, ისინი არის კოლექტიური. ყოველი საუბარი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ თქვენი წარსულის შესახებ, ცვლის ამ წარსულს. ყოველი ისტორია, რომელსაც თქვენ უყვებით, ხდება ოდნავ განსხვავებული. და ყოველი განსხვავება ხდება ნაწილი თქვენი ახალი მეხსიერებისა. თქვენი იდენტობა არ არის მხოლოდ თქვენი შექმნილი, ის არის თანაშექმნილი. თქვენ და თქვენი სოციალური გარემო მუდმივად ერთად ქმნით ისტორიას იმის შესახებ, თუ ვინ ხართ თქვენ. მაგრამ აქ იწყება რეალური პარადოქსი. თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება, თუ თქვენი იდენტობა მუდმივად ხელახლა იქნება, მაშინ რა არის სტაბილური? რა არის ის, რაც რჩება უცვლელი?
ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში, ბის განმავლობაში ეძებდნენ ამ სტაბილურ ბირთვს. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს არის სული, ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს არის გონება, ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს არის შეგნება. მაგრამ თანამედროვე ნეირობიოლოგია გვთავაზობს განსხვავებულ პასუხს. შესაძლოა არაფერი არ არის სტაბილური. შესაძლოა სტაბილურობა თავად არის ილუზია. წარმოიდგინეთ მდინარე. თქვენ ამბობთ, ეს არის იგივე მდინარე, რომელშიც ვცურავდი ბავშვობაში. მაგრამ ეს არ არის იგივე მდინარე. წყალი, რომელიც იყო მაშინ, დიდი ხანია გადინა ოკეანეში. ქვები, რომლებიც იყვნენ ფსკერზე, გადაადგილდნენ. ნაპირები შეიცვალა. მაგრამ თქვენ მაინც ამბობთ, ეს არის იგივე მდინარე. რატომ? რადგან მდინარე არ არის კონკრეტული წყლის მოლეკულები. მდინარე არის პროცესი. პროცესი, რომელიც ინარჩუნებს გარკვეულ ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენელი ელემენტები მუდმივად იცვლება. ზუსტად ასევეა თქვენთან. თქვენ არ ხართ კონკრეტული ნეირონები, თქვენ ართ კონკრეტული მეხსიერებები. თქვენ ხართ პროცესი. პროცესი, რომელიც ინარჩუნებს გარკვეულ ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენელი ელემენტები მუდმივად იცვლება. თქვენი ნეირონები იცვლება, თქვენი მეხსიერებები იცვლება, თქვენი აზრები იცვლება, თქვენი ემიცვლება, თქვენი ემოციები იცვლება. მაგრამ არსებობს რაღაც, რაც რჩება, პროცესი თავად. პროცესი, რომელიც ქმნის ილუზიას სტაბილური თვითის შესახებ. 2024 წელს ნეირობიოლოგმა კარლ ფრისტონმა უნივერსიტეტ კოლეჯ ლონდონში შემოგთავაზა თეორია, რომელმაც შეიძლება ახსნას ეს პარადოქსი. მან თქვა, რომ ყველა ცოცხალი სისტემა ადამიანის ტვინის ჩათვლით მუშაობს ერთი ფუნდამენტური პრინციპით – მინიმიზაცია გაურკვევლობისა. თქვენი ტვინი მუდმივად ცდილობს შექმნას მოდელი სამყაროსა, რომელიც მინიმიზირებს გაურკვევლობას. და ერთ-ერთი გზა გაურკვევლობის მინიმიზაციისა არის შექმნა სტაბილური თვითის მოდელისა. თუ თქვენი ტვინი ფიქრობს, რომ თქვენ ხენ ხართ სტაბილური, პროგნოზირებადი ერთეული, მაშინ სამყარო ხდება უფრო პროგნოზირებადი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შეგრძნება სტაბილური იდენტობისა არ არის რეალობის ასახვა. ეს არის ინსტრუმენტი. ინსტრუმენტი, რომელსაც თქვენი ტვინი იყენებს, რათა გაუმკლავდეს სამყაროს სირთულეს. და ეს ინსტრუმენტი მუშაობს. ის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გადაწყვეტილებები. დაგეგმოთ მომავალი, გქონდეთ ურთიერთობები, იყოთ ადამიანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ინსტრუმენტი არის რეალობა. ეს არის სასარგებლო ფიქცია. ფიქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფუნქციონირება. მაგრამ რა ხდება, როცა თქვენ გესმით, რომ ეს ფიქცია? რა ხდება, როცა თქვენ ხედავთ, რომ თქვენი სტაბილური იდენტობა არის ილუზია? ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს გაგება იწვევს ეგზისტენციალურ კრიზისს. თუ მე არ ვარ რეალური, მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს? მაგრამ ეს არის არასწორი გაგება. პრობლემა არ არის ის, რომ თქვენ არ ხართ რეალური. პრობლემა არის ის, რომ თქვენ ფიქრობდით, რომ იყავით რაღაც, რაც არასოდეს ყოფილხართ. ფიქსირებული, უცვლელი ერთეული. როცა თქვენ გესმით, რომ თქვენ ხართ პროცესი, არა ობიექტი, ეს არ არის დანაკარგი, ეს არის განთავისუფლება. რადგან თუ თქვენ ხართ პროცესი, მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს პროცესი. თქვენ არ ხართ ტყვე თქვენი წარსულისა. თქვენ არ ხართ განსაზღვრული თქვენი მეხსიერებებით. თქვენ ხართ მუდმივად განახლებადი სისტემა. სისტემა, რომელსაც შეუძლია ისწავლოს, შეიცვალოს, გაიზარდოს, განვითარდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი, სისტემა, რომელსაც შეუძლია გადაწეროს საკუთარი ისტორია. 2029 წელს ფსიქოლოგმა ჯეიმს პენებეიკერმა ტეხასის უნივერსიტეტში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა ამ პრინციპის ძალა. მან სთხოვა ადამიანებს დაეწერათ მათი ყველაზე ტრავმული გამოცდილების შესახებ. მხოლოდ 15 წუთი დღეში, 4 დღის განმავლობაში. არაფერი მეტი. არ იყო თერაპია, არ იყო კონსულტაცია. მხოლოდ თერა. შედეგები იყო გასაოცარი. ადამიანები, რომლებიც დაწერეს მათი ტრავმების შესახებ, აჩვენეს გაუმჯობესება ფიზიკურ ჯანმრთელობაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, იმუნურ სისტემაში. ისინი ნაკლებად ხშირად სტუმრობდნენ ექიმებს. ისინი უკეთ სძინავთ. ისინი უკეთ მუშაობდნენ. რატომ? რადგან წერის პროცესი არის რეკონსტრუქციის პროცესი. როცა თქვენ წერთ თქვენი გამოცდილების შესახებ, თქვენ არ უბრალოდ იხსენებთ მას. თქვენ ხელახლა ქმნით მას. თქვენ აძლევთ მას ახალ სტრუქტურას, ახალ მნიშვნელობას, ახალ კონტექსტს. და ეს ახალი ვერსია ხდება ნაწილი თქვენი მეხსიერებისა. თქვენი ტვინი არ აკეთებს განსხვავებას ორიგინალ გამოცდილებასა და დაწერილ ვერსიას შორის. ორივე არის უბრალოდ ნეირონული აქტივობის ნიმუში. და დაწერილი ვერსია, რომელსაც თქვენ შეგნებულად შექმნით, შეიძლება იყოს უფრო ძლიერი ვიდრე ორიგინალი. ეს არის რევოლუციური იდეა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ უძლური თქვენი წარსულის წინაშე. თქვენ შეგიძლიათ აქტიურად ჩაერთოთ თქვენი მეხსიერებების რეკონსტრუქციაში. არა იმისთვის, რომ შექმნათ ცრუ მეხსიერებები, არამედ იმისთვის, რომ შექმნათ უფრო სასარგებლო მეხსიერებები. მეხსიერებები, რომლებიც დაგეხმარებათ იყოთ ის, ვინც გინდათ იყოთ.
არა ის, ვინც ფიქრობთ, რომ უნდა იყოთ თქვენი წარსულის გამო. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ იდენტური ბავშვობა. ერთი მათგანი წერს თავის ისტორიას როგორც ტრაგედიას. მე ვიყავ მსხვერპლი, ვიყავი მსხვერპლი, მე დამაზიანეს, მე ვერასოდეს გამოჯამრთელდები. მეორე წერს იმავე ისტორიას როგორც გმირულ მოგზაურობას. მე გავიარე რთული გამოცდილებები, მე ვისწავლე, მე გავძლიერდი, მე გავხდი ის, ვინც ვარ ამ გამოცდილებების წყალობით. ეს ორი ადამიანი ცხოვრობენ სრულიად განსხვავებულ რეალობებში. არა იმიტომ, რომ მათი წარსული განსხვავებული იყო, არამედ იმიტომ, რომ მათი ისტორია განსხვავებულია. და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ორივე ისტორია თანაბრად ჭეშმარიტია. რადგან არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება მეხსიერებაში, არსებობს მხოლოდ ნეირონული რეკონსტრუქცია. და თქვენ შეგიძლიათ აესჩიოთ, რომელი რეკონსტრუქცია გინდათ შექმნათ. არა თვითნებურად, არამედ შეგნებულად. არა ატყუებით, არამედ გაგებით იმისა, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი. 2025 წელს დეკემბერში, როცა მაგვაირის ჯგუფმა გამოაქვეყნა მათი კვლევა, მათ დაამატეს კიდევ ერთი კრიტიკული დეტალი. მათ აღმოაჩინეს, რომ მეხსიერების რეკონსტრუქცია არ არის მხოლოდ შემთხვევითი პროცესი. ის არის მიზანმიმართული პროცესი. თქვენი ტვინი ცვლის მეხსიერებებს კონკრეტული მიზნით, რათა შექმნას თანმიმდევრული ნარატივი თქვენი იდენტობის შესახებ. თუ თქვენი მიმდინარე იდენტობა არის მე ვარ წარმატებული ადამიანი, თქვენი ტვინი გაამძაფრებს მეხსიერებებს წარმატების შესახებ და შეასუსტებს მეხსიერებებს წარუმატებლობის შესახებ. თუ თქვენი მიმდინარე იდენტობა არის მე ვარ მსხვერპლი, თქვენი ტვინი გააკეთებს საპირისპიროს. ეს არის თვითშემსრულებელი წინასწარმეტყველება ნეირონულ დონეზე. თქვენი იდენტობა ცვლის თქვენს მეხსიერებებს. თქვენი მეხსიერებები ამყარებენ თქვენს იდენტობას და ციკლი გრძელდება. მაგრამ აქ არის კარგი ამბავი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს ციკლი. თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად აირჩიოთ ახალი იდენტობა და როცა თქვენ ირჩევთ ახალ იდენტობას, თქვენი ტვინი ავტომატურად დაიწყებს თქვენი მეხსიერებების რეკონსტრუქციას ამ ახალი იდენტობის შესაბამისად. ეს არ არის პოზიტიური აზროვნება, ეს არ არის თვითშეთვისება, ეს არის ნეირობიოლოგია. თქვენი ტვინი ისედაც ცვლის თქვენს მეხსიერებებს. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ იხსენებთ რაღაცას. კითხვა არ არის, უნდა შევცვალო თუ არა ჩემი მეხსიერებები. კითხვა არის, რა მიმართულებით ვცვლი ჩემს მეხსიერებებს. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს შემთხვევით, ან შეგიძლიათ გააკეთოთ ეს შეგნებულად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება არის ბაღი. თქვენი მეხსიერებები არის მცენარეები ამბიან ბაღში. ზოგიერთი მცენარე არის ყვავილი, ზოგიერთი არის სარეველა. თქვენი ტვინი არის მებაღე, რომელიც ყოველდღე მუშაობს ამ ბაღში. მაგრამ ეს მებაღე არ არის ნეიტრალური. ის ირჩევს, რომელ მცენარეებს მოულის და რომლებს უგულებელყოფს. თუ თქვენ არ აძლევთ მას ინსტრუქციებს, ის მოიქცევა ავტომატურად, ხშირად ამძაფრებს სარეველებს და უგულებელყოფს ყვავილებს. მაგრამ თუ თქვენ შეგნებულად აძლევთ მას ინსტრუქციებს, ის შეიძლება შექმნას სრულიად განსხვავებული ბაღი. 2032 წელს ნეირობიოლოგმა რიჩარდ დევიდსონმა ვისკონსინის უნივერსიტეტში ჩაატარა კვლევა ბუდისტ ბერებზე, რომლებიც 10 წლების განმავლობაში ასწავლიდნენ მედიტაციას. მან აღმოაჩინა, რომ მათი ტვინები იყო სტრუქტურულად განსხვავებული ჩვეულებრივი ადამიანებისგან. მათ ჰქონდათ უფრო დიდი პრეფრონტალური კორტექსი, ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია შეგნებულ კონტროლზე. მათ ჰქონდათ უფრო ძლიერი კავშირები ტვინის იმ უბნებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ემოციურ რეგულაციაზე. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ეს ცვლილებები არ იყო თანდაყოლილი, ისინი იყო შეძენილი. ბერები არ დაიბადნენ ამ ტვინებით, მათ შექმნეს ეს ტვინები წლების პრაქტიკით. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი არ არის ფიქსირებული, ის არის პლასტიკური, ის შეიძლება შეიცვალოს და ის იცვლება თქვენი პრაქტიკის მიხედვით. თუ თქვენ პრაქტიკულად ივარჯიშებთ ნეგატიურ აზროვნებაში, თქვენი ტვინი ხდება უკეთესი ნეგატიურ აზროვნებაში. თუ თქვენ პრაქტიკულად ივარჯიშებთ პოზიტიურ აზროვნებაში, თქვენი ტვინი ხდება უკეთესი პოზიტიურ აზროვნებაში. თუ თქვენ პრაქტიკულად ივარჯიშებთ თქვენი მეხსიერებების რეკონსტრუქციაში, თქვენი ტვინი ხდება უკეთესი ამ რეკონსტრუქციაში. მაგრამ აქ არის კრიტიკული პუნქტი. ეს არ არის სწრაფი პროცესი. ნეიროპლასტიკურობა მოითხოვს დროს, მოითხოვს განმეორებას, მოითხოვს თანმიმდევრობას. თქვენ ულობას, თქვენ ვერ შეცვლით თქვენს ტვინს ერთი დღით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ იგი 1 წლით, 5 წლით, 10 წლით. ყოველი დღე, რომელსაც თქვენ ხარჯავთ შეგნებულად მუშაობაზე თქვენს მეხსიერებებზე, თქვენს იდენტობაზე, თქვენს ნარატივზე, არის დღე, რომელიც ცვლის თქვენს ტვინს. და როცა თქვენი ტვინი იცვლება, თქვენ იცვლებით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მოქანდაკე. თქვენი ტვინი არის თიხა. ყოველი აზრი, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, არის მცირე ზეწოლა ამ თიხაზე. ერთი აზრი არაფერს ცვლის, მაგრამ 1000 აზრი იმავე მიმართულებით იწყებს ფორმის შექმნას. მილიონი აზრი
ქმნის სკულპტურას და ეს სკულპტურა არის თქვენი იდენტობა. მაგრამ განსხვავებით ქვის სკულპტურისგან, თქვენი იდენტობა არასოდეს არის დასრულებული. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა, ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ ფორმა, ყოველთვის შეგიძლიათ შექმნათ რაღაც ახალი. 2030 წელს ფსიქოლოგმა ტიმოთი ვილსონმა ვირჯინიის უნივერსიტეტში შემოგთავაზა კონცეფცია, რომელსაც მან უწოდა ისტორიის რედაქტირება. მან თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური ინტერვენცია არის უბრალოდ ახალი ისტორიის მოყოლა თქვენი ცხოვრების შესახებ. არა ცრუ ისტორიის, არამედ ალტერნატიული ინტერპრეტაციის. ტერპრეტაციის. იგივე ფაქტები, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობით. იგივე მოვლენები, მაგრამ განსხვავებული კონტექსტით. იგივე გამოცდილებები, მაგრამ განსხვავებული ნარატივით. ვილსონმა აჩვენა, რომ როცა ადამიანები იწყებენ ახალი ისტორიის მოყოლას თავიანთი ცხოვრების შესახებ, მათი ქცევა იცვლება, მათი ემოციები იცვლება, მათი გადაწყვეტილებები იცვლება და ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი მეხსიერებები იცვლება. ახალი ისტორია ხდება ახალი რეალობა. არა იმიტომ, რომ ისინი ატყუებენ თავს, არამედ იმიტომ, რომ მათი ტვინი იღებს ახალ ისტორიას, როგორც ახალ ჩარჩოს მეხსიერებების რეკონსტრუქციისთვის. ეს არის ძალა ნარატივისა. ნარატივი არ არის მხოლოდ ისტორია, რომელსაც თქვენ უყვებით სხვებს. ნარატივი არის ჩარჩო, რომელსაც თქვენი ტვინი იღენებს თქვენი გამოცდილების ორგანიზებისთვის. და როცა თქვენ ცვლით ნარატივს, თქვენ ცვლით ორგანიზაციას, თქვენ ცვლით მნიშვნელობას, თქვენ ცვლით იდენტობას, თქვენ ცვლით რეალობას. მაგრამ აქ არის გამოწვევა. როგორ აირჩევთ ნარატივს? როგორ იცით, რომელი ისტორია უნდა მოგვეთ? არსებობს უსასრულო რაოდენობა შესაძლო ისტორიები თქვენი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ისტორია გაძლიერებთ, ზოგიერთი ისტორია ასუსტებს. ზოგიერთი ისტორია გახსნის შესაძლებლობებს, ზოგიერთი ისტორია კეტავს მათ. როგორ აირჩევთ? პასუხი არ არის მარტივი. მაგრამ არსებობს ერთი პრინციპი, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ. აირჩიეთ ისტორია, რომელიც ზრდის თქვენს სააგენტოს. სააგენტო არის თქვენი შეგრძნება, რომ თქვენ გაქვთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რამე. ისტორია, რომელიც გაძლიერებს თქვენს სააგენტოს, არის ისტორია, რომელიც გაძლიერებს თქვენ. ისტორია, რომელიც ამცილებს თქვენს სააგენტოს, არის ისტორია, რომელიც ასუსტებს თქვენ. წარმოიდგინეთ ორი ისტორია იმავე ტრაუმული მოვლენის შესახებ. პირველი ისტორია. მე დამემართა რაღაც საშინელი, ეს დამაზიანა. მე ვერასოდეს გამოვჯამრთელდები. ჩემი ცხოვრება განისაზღვრა ამ მოვლენით. ეს ისტორია ამცილებს სააგენტოს. ის ამბობს, რომ თქვენ ხართ უძლური, რომ თქვენი მომავალი განისაზღვრა თქვენი წარსულით, რომ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ რამე. მეორე ისტორია. მე დამემართა რაღაც საშინელი, ეს იყო რთული, მაგრამ მე გადავიტანე, მე ვისწავლე, მე გავძლიერდი. ეს მოვლენა არის ნაწილი ჩემი ისტორიისა, მაგრამ ის არ განსაზღვრავს ჩემს მომავალს. ეს ისტორია ზრდის სააგენტოს. ის ამბობს, რომ თქვენ გაქვთ ძალა, რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეიცვალოთ. ორივე ისტორია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. ორივე ისტორია ეფუძნება იმავე ფაქტებს, მაგრამ ისინი ქმნიან სრულიად განსხვავებულ რეალობებს. და თქვენი ტვინი, რომელიც არაკეთებს განსხვავებას რეალურ და რეკონსტრუირებულ მეხსიერებას შორის, მიიღებს თქვენს არჩეულ ისტორიას და გახდის მას თქვენს რეალობად. 2024 წელს ნეირობიოლოგმა ლიზა ფელდმან-ბარეტმა ჩრდილოეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში გამოაქვეყნა წიგნი „როგორ იქნება ემოციები“, სადაც მან არგუმენტირებულად დაასაბუთა, რომ ემოციები არ არის უნივერსალური თანდაყოლილი რეაქციები. ისინი არის კონსტრუქციები, რომლებსაც თქვენი ტვინი ქმნის, თქვენი კულტურული კონტექსტის, თქვენი წარსული ამოცდილების და თქვენი მიმდინარე მდგომარეობის საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ემოციური გამოცდილება არ არის პასიური რეაქცია გარე სამყაროზე. ის არის აქტიური კონსტრუქცია, რომელსაც თქვენი ტვინი ქმნის. და თუ თქვენი ემოციები არის კონსტრუქციები, მონსტრუქციები, მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს კონსტრუქციები. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი გზები თქვენი გამოცდილების ინტერპრეტაციისა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ემოციური რეპერტუარი. და როცა თქვენ ცვლით თქვენს ემოციურ გამოცდილებას, თქვენ ცვლით თქვენს მეხსიერებებს. რადგან მეხსიერებები არ არის ნეიტრალური ფაქტების ჩანაწერები, ისინი არის ემოციურად შეღებილი რეკონსტრუქციები. და როცა თქვენ ცვლით ემოციურ შეღებვას, თქვენ ცვლით მეხსიერებას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეხსიერებები არის ფოტოსურათები, რომლებსაც თქვენ ყოველ ჯერზე ხელახლა ბეჭდავთ სხვადასხვა ფილტრით. ერთი ფილტრი აძლევს მათ ლურჯ ტონს, მეორე ფილტრი აძლევს მათ წითელ ტონს, მესამე ფილტრი აძლევს მათ ოქროს ტონს. იგივე სურათი, მაგრამ სრულიად განსხვავებული განცდა. და თქვენი ტვინი, რომელიც არ ინახავს ორიგინალ სურათს, იღებს ბოლო ვერსიას, როგორც რეალობას.
თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ ფილტრი, თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ ტონი, თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ თუ როგორ გინდათ იხსენოთ თქვენი ცხოვრება. მაგრამ აქ არის კრიტიკული გაფრთხილება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა უარყოთ ნეგატიური მეხსიერებები. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მოიგონოთ ცრუ პოზიტიური ისტორია. ეს არ არის დენიალიზმი, ეს არის რეალიზმი. რეალიზმი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი. თქვენი ტვინი ისედაც ცვლის თქვენს მეხსიერებებს. კითხვა არ არის, უნდა შევცვალო თუ არა. კითხვა არის, რა მიმართულებით ვცვლი. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს შემთხვევით, ან შეგიძლიათ გააკეთოთ ეს შეგნებულად. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს დესტრუქციულად, ან შეგიძლიათ გააკეთოთ ეს კონსტრუქციულად. 2026 წელს, იანვარში, როცა ეს სიტყვები იწერება, ჩვენ ცხოვრობთ მომენტში, როცა ეს გაგება ხდება მთავარი. რადგან პირველად ისტორიაში ჩვენ გვაქვს ნეირობიოლოგიური მტკიცებულება იმისა, რაც ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში ამბობდნენ. თქვენი იდენტობა არ არის ფიქსირებული. თქვენი წარსული არ განსაზღვრავს თქვენს მომავალს. თქვენ არ ხართ თქვენი მეხსიერებების ტყვეგების ტყვე. თქვენ ხართ მათი ავტორი. და ყოველ ჯერზე, როცა თქვენ იხსენებთ რაღაცას, თქვენ ხელახლა წერთ თქვენს ისტორიას. ეს არის განთავისუფლება, მაგრამ ეს არის ასევე პასუხისმგებლობა. რადგან თუ თქვენ ხართ ავტორი თქვენი ისტორიისა, მაშინ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ისტორიას წერთ. თქვენ არ შეგიძლიათ დადანაშაულოთ თქვენი წარსული, ვენი წარსული. თქვენ არ შეგიძლიათ დადანაშაულოთ თქვენი მეხსიერებები. თქვენ არ შეგიძლიათ დადანაშაულოთ თქვენი გარემოცვა. რადგან თქვენი ტვინი ამ წამში ქმნის თქვენს რეალობას და თქვენ გაქვთ ძალა გავლენა მოახდინოთ ამ შექმნაზე. მაგრამ აქ იწყება რეალური სიღრმე. რადგან თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება, თუ თქვენი იდენტობა არის პროცესი, არა ობიექტი, მაშინ რა ხდება თქვენს ტვინში ფიზიკურად? როგორ ხდება ეს ტრანსფორმაცია მოლეკულურ დონეზე? 2029 წელს ნეირობიოლოგმა სუზუმი ტონეგავამ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში აღმოაჩინა რაღაცა, რამაც შეცვალა ყველაფერი. მან იპოვა ზუსტი ნეირონული ქსელები, რომლებიც ინახავენ კონკრეტულ მეხსიერებებს. და მან აჩვენა, რომ ეს ქსელები არ არის სტატიკური, ისინი არის დინამიური. ყოველ ჯერზე, როცა მეხსიერება გააქტიურდება, ეს ქსელები შედიან სპეციალურ მდგომარეობაში, რომელსაც ეწოდება რეკონსოლიდაცია. რეკონსოლიდაცია არის ფანჯარა. ფანჯარა, რომელიც იხსნება დაახლოებით 6 საათის განმავლობაში. ამ ფანჯრის დროს მეხსიერება არის მოქნილი. ის შეიძლება შეიცვალოს, ის შეიძლება გაძლიერდეს, ის შეიძლება შესუსტდეს, ის შეიძლება ინტეგრირდეს ახალ ინფორმაციასთან. და როცა ეს ფანჯარა იხურება, მეხსიერება ხელახლა კონსოლიდირდება. მაგრამ ახლა ის არის ოდნავ განსხვავებული ვერსია. ვერსია, რომელიც შეიცავს ყველა ცვლილებას, რომელიც მოხდა რეკონსოლიდაციის ფანჯრის დროს. ეს არის ნეირობიოლოგიური მექანიზმი იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს არის ის, თუ როგორ თქვენი ტვინი ფიზიკურად ხელახლა წერს თქვენს ისტორიას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეხსიერება არის ციფრული ფაილი. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ხსნით ამ ფაილს, ის გადადის რედაქტირების რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ტექსტი, დაამატოთ ახალი პარაგრაფები, წაშალოთ ძველი წინადადებები, შეცვალოთ ფორმატირება და როცა თქვენ ხურავთ ფაილს, ყველა ცვლილება ინახება. შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ ხსნით ამ ფაილს, თქვენ ხედავთ არა ორიგინალ ვერსიას, არამედ რედაქტირებულ ვერსიას. და ყოველი ახალი გახსნა არის ახალი შესაძლებლობა რედაქტირებისთვის. ეს არის ზუსტად ის, რასაც თქვენი ტვინი აკეთებს თქვენს მეხსიერებებთან. გარდა იმისა, რომ თქვენ არ აკონტროლებთ რედაქტირებას შეგნებულად, ის ხდება ავტომატურად თქვენი მიმდინარე მდგომარეობის, თქვენი ემოციების, თქვენი გარემოს მიხედვით. მაგრამ ტონეგავამ აღმოაჩინა რაღაც კიდე უფრო რევოლუციური. მან აჩვენა, რომ შესაძლებელია ხელოვნურად გახსნა ეს რეკონსოლიდაციის ფანჯარა. შესაძლებელია გააქტიურო მეხსიერება და შემდეგ ამ 6 საათის განმავლობაში შეიტანო ახალი ინფორმაცია, რომელიც ინტეგრირდება ძველ მეხსიერებაში. ეს არის ის, რაც ხდება თერაპიაში. ეს არის ის, რაც ხდება, როცა თქვენ საუბრობთ თქვენი წარსულის შესახებ. ეს არის ის, რაც ხდება, როცა თქვენ წერთ თქვენი გამოცდილების შესახებ. თქვენ არ უბრალოდ იხსენებთ, თქვენ ხელახლა ქმნით. და ეს ხელახლა შექმნა ხდება ფიზიკურად, მოლეკულურ დონეზე, თქვენს ტვინში. 2032 წელს ნეირობიოლოგმა ჯოზეფ ლედუმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა ამ პრინციპის კლინიკური პოტენციალი. მან იმუშავა ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ ფობიები. ეს ადამიანები ჰქონდათ ძლიერი შიშის მეხსიერებები, რომლებიც აკონტროლებდა მათ ცხოვრებას. ლედუმა გააქტიურა ეს შიშის მეხსიერებები. მას სთხოვა ადამიანებს წარმოედგინათ ის, რისიც ეშინოდათ. ეს გახსნა რეკონსოლიდაციის ფანჯარას. და შემდეგ, ამ ფანჯრის დროს მან მისცა მათ პროპრანოლოლი, მედიკამენტი, რომელიც ბლოკავს სტრესის ჰორმონების მოქმედებას. შედეგი იყო დრამატული.
შიშის მეხსიერება რეკონსოლიდირდა, მაგრამ ახლა ის იყო შესუსტებული. ემოციური ინტენსივობა შემცირდა, ფობია დასუსტდა. ეს არ იყო წაშლა მეხსიერებისა. ადამიანები კვლავ იხსენებდნენ, რისიც ეშინოდათ, მაგრამ შიში თავად შესუსტდა. მეხსიერება დარჩა, მაგრამ მისი ემოციური ძალა შეიცვალა. ეს არის ძალა რეკონსოლიდაციისა. ეს არის ძალა იმისა, რომ გესმით, როგორ მუშაობს თქვენი ტვინი. თქვენ არ შეგიძლიათ წაშალოთ წარსული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ურთიერთობა წარსულთან. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ემოციური ტონი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მნიშვნელობა. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის, თუ როგორ გავლენას ახდენს წარსული თქვენ საწმოზე. მაგრამ აქ არის კრიტიკული დეტალი. ეს პროცესი მოითხოვს გააქტიურებას. თქვენ ვერ შეცვლით მეხსიერებას, რომელიც არ არის აქტიური. თქვენ უნდა პირველ რიგში გახსენოთ იგი. თქვენ უნდა გახსნათ ფაილი, სანამ შეძლებთ მათ მის რედაქტირებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეხვიდეთ კონტაქტში თქვენს მეხსიერებებთან. თქვენ უნდა შეხვიდეთ კონტაქტში თქვენში თქვენს წარსულთან. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ თავი აარიდოთ მას. თავის არიდება არ ცვლის მეხსიერებას, ის უბრალოდ ინახავს მას უცვლელად. მაგრამ როცა თქვენ შეხავთ კონტაქტში მეხსიერებასთან, როცა თქვენ გახსნით რეკონსოლიდაციის ფანჯარას, მაშინ თქვენ გაქვთ ძალა შეცვალოთ იგი. წარმოიდგინეთ ძველი სახლი, რომელიც გჭირდებათ რემონტი. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დახუროთ კარი და არასოდეს შეხვიდეთ. სახლი დარჩება იქ, უცვლელი, ნელ-ნელა იშლება. ან თქვენ შეგიძლიათ გახსნათ კარი, შეხვიდეთ შიგნით და დაიწყოთ რემონტი. ეს იქნება რთული, ეს იქნება არაკომფორტული. თქვენ დაინახავთ ყველა დაზიანებას, თქვენ იგრძნობთ ყველა პრობლემას, მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ რაიმეს შეცვლას. მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ სახლის ტრანსფორმაციას. თქვენი მეხსიერებები არის ზუსტად ასეთი სახლები. თქვენ უნდა შეხვიდეთ მათში, რათა შეცვალოთ ისინი. 2030 წელს ფსიქოლოგმა ედნა ფოამ ჰარვარდის უნივერსიტეტში შემოგთავაზა ტექნიკა, რომელსაც მან უწოდა მეხსიერების განახლება. ეს ტექნიკა იყო მარტივი, მაგრამ ძლიერი. პირველი, თქვენ იხსენებთ ტრავმულ მოვლენას. ეს ხსნის რეკონსოლიდაციის ფანჯარას. მეორე, თქვენ წარმოიდგენთ, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მოვლენა განსხვავებულად მომხდარიყო. არა იმისთვის, რომ უარყოთ რეალობა, არამედ იმისთვის, რომ შექმნათ ალტერნატიული პერსპექტივა. მესამე, თქვენ ინტეგრირებთ ამ ალტერნატიულ პერსპექტივას ორიგინალ მეხსიერებაში. თქვენ არ ცვლით ფაქტებს, თქვენ ცვლით მნიშვნელობას, თქვენ ცვლით კონტექსტს, თქვენ ცვლით ნარატივს. ფოამ აჩვენა, რომ ეს ტექნიკა მუშაობს. ადამიანები, რომლებიც გამოიყენებდნენ მას, აჩვენებდნენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომებში. მათი მეხსიერებები არ გაქრა, მაგრამ მათი ურთიერთობა ამ მეხსიერებებთან შეიცვალა. ისინი აღარ იყვნენ ტყვეები, ისინი იყვნენ ავტორები. ისინი აღარ იყვნენ მსხვერპლები თავიანთი წარსულისა, ისინი იყვნენ შემშემოქმედები თავიანთი მომავლისა. და ყველაფერი ეს მოხდა იმის გამო, რომ მათ გაიგეს ერთი მარტივი პრინციპი. მეხსიერება არ არის ფიქსირებული, ის არის მოქნილი. და ეს მოქნილობა არის არა ხარვეზი, არამედ თვისება. მაგრამ აქ იწყება კიდევ უფრო ღრმა დონე. რადგან რეკონსოლიდაცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მეხსიერებების შესახებ. ის არის ასევე თქვენი მთლიანი იდენტობის შესახებ. თქვენი იდენტობა არის არა ერთი მეხსიერება, არამედ ქსელი მეხსიერებებისა. და ეს ქსელი ასევე გადის რეკონსოლიდაციას. ყოველჯერზე, როცა თქვენ ფიქრობთ იმაზე, თუ ვინ ხართ, თქვენ აქტიურებთ ამ ქსელს. და ამ აქტივაციის დროს ქსელი შეიძლება შეიცვალოს. ახალი კავშირები შეიძლება შეიქმნას. ძველი კავშირები შეიძლება შესუსტდეს. ახალი მეხსიერებები შეიძლება ინტეგრივდეს. ძველი მეხსიერებები შეიძლება გადაიფასდეს. წარმოიდგინეთ თქვენი იდენტობა როგორც ქალაქის რუკა. ყოველი მეხსიერება არის შენობა ამ ქალაქში. ყოველი კავშირი მეხსიერებებს შორის არის ქუჩა. ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ფიქრობთ თქვენს იდენტობაზე, თქვენ დადიხართ ამ ქალაქში. თქვენ მიყვებით გარკვეულ მარშრუტებს, თქვენ სტუმრობთ გარკვეულ შეშენობებს და ყოველი ასეთი მოგზაურობა სulis ქალაქს. ქუჩები, რომლებსაც თქვენ ხშირად იყენებთ, ხდება უფრო ფართო, უფრო გლუვი. ქუჩები, რომლებსაც თქვენ არასოდეს იყენებთ, იწყებს დაშლას. ახალი ქუჩები შეიძლება გაიხსნას, ძველი ქუჩები შეიძლება დაიხუროს. ქალაქი მუდმივად იცვლება თქვენი მოგზაურობების მიხედვით. 2024 წელს ნეირობიოლოგმა გიორგი ბუსსაკიმ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აღმოაჩინა, რომ ეს ქსელური რეკონსოლიდაცია ხდება განსაკუთრებით ინტენსიურად ძილის დროს. როცა თქვენ გძინავთ, თქვენი ტვინი არ არის უმოქმედო, ის აქტიურად მუშაობს თქვენს მეხსიერებებზე. ენს მეხსიერებებზე, ის ხელახლა უკავშირებს მათ, ის ხელახლა ორგანიზებს მათ, ის ინტეგრირებს ახალ გამოცდილებებს ძველ სტრუქტურებში, ის ქმნის ახალ ასოციაციებს, ის ასუსტებს ძველ ასოციაციებს, ის ქმნის ახალ ნარატივებს, ის ხელახლა წერს თქვენს ისტორიას, ყოველ ღამე, ყოველ ძილში. ეს ნიშნავს, რომ ძილი არ არის მხოლოდ დასვენება,
ძილი არის აქტიური პროცესი მეხსიერების კონსოლიდაციისა და რეკონსოლიდაციისა. ძილი არის დრო, როცა თქვენი ტვინი ხელახლა წერს თქვენს იდენტობას და ხარისხი ამ ხელახლა წერისა დამოკიდებულია ძილის ხარისხზე. როცა თქვენ კარგად გძინავთ, თქვენი ტვინი ეფექტურად ამუშავებს მეხსიერებებს. ის ინტეგრირებს ახალ გამოცდილებებს, ის ქმნის სასარგებლო ასოციაციებს, ის ქმნის კოჰერენტულ ნარატივს. მაგრამ როცა თქვენ ცუდად გძინავთ, ეს პროცესი ირღვევა. მეხსიერებები არ კონსოლიდირდება სწორად, ასოციაციები ხდება ქაოტური, ნარატივი ხდება ფრაგმენტული. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი არის ბიბლიოთეკარი, რომელიც ყოველ ღამე ორგანიზებს წიგნებს. როცა ბიბლიოთეკარს აქვს საკმარისი დრო, ის აწყობს წიგნებს ლოგიკურად. ის ქმნის კატეგორიებს, ის ქმნის ინდექსებს, ის ქმნის კავშირებს. ბიბლიოთეკა ხდება ორგანიზებული, ადვილად ნავიგირებადი. მაგრამ როცა ბიბლიოთეკარს არ აქვს საკმარისი დრო, წიგნები რჩება ქაოსში. ზოგიერთი წიგნი იკარგება, ზოგიერთი წიგნი ხვდება არასწორ თაროზე, კავშირები არ იქნება. ბიბლიოთეკა ხდება დაბნეული, რთულად ნავიგირებადი. თქვენი მეხსიერება არის ზუსტად ასეთი ბიბლიოთეკა და ძილი არის დრო, როცა ბიბლიოთეკარი მუშაობს. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო საინტერესო. ბუსაკიმ აღმოაჩინა, რომ ძილის დროს თქვენი ტვინი არ უბრალოდ ორგანიზებს მეხსიერებებს, ის ასევე ქმნის ახალ კომბინაციებს. ის აერთიანებს მეხსიერებებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა დაკავშირებული. ის ქმნის ახალ იდეებს, ახალ ინსაიტებს, ახალ პერსპექტივებს. ეს არის ის, რატომაც ხშირად გაქვთ ეურეკას მომენტები დილით. ეს არის ის, რატომაც პრობლემები, რომლებიც გუშინ ჩანდა შეუძლებელი, ფრეს ჩანს გადაჭრადი. თქვენი ტვინი მუშაობდა მათზე ძილის დროს. ის ქმნიდა ახალ კავშირებს. ის ხელახლა წერდა ისტორიას. 2021 წელს ნეირობიოლოგმა მეთიუ უოკერმა კალიფორნიის უნივერსიტეტში აღმოაჩინა, რომ REM ძილი, ის ფაზა, როცა თქვენ ხედავთ სიზმრებს, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ემოციური მეხსიერებების დამუშავებისთვის. REM. ძილის დროს თქვენი ტვინი ხელახლა უკავშირებს ემოციურ მეხსიერებებს, მაგრამ ამცირებს მათ ემოციურ ინტენსივობას. ის ინარჩუნებს ინფორმაციას, მაგრამ ამცირებს ემოციურ ტვირთს. ეს არის ბუნებრივი თერაპია. ეს არის ის, თუ როგორ თქვენი ტვინი ეხმარება თქვენ გაუმკლავდეთ ტრაუმას, გაუმკლავდეთ სტრესს, გაუმკლავდეთ რთულ გამოცდილებებს. მაგრამ ეს პროცესი მოითხოვს REM ძილს. თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი REM ძილი, ეს პროცესი არ ხდება. ემოციური მეხსიერებები რჩება ინტენსიური, ტრაუმა რჩება ცოცხალი, სტრესი რჩება ძლიერი. ეს არის ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ძილის დარღვევა ასე ძლიერად დაკავშირებული ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ თქვენ ხართ დაღლილი. ეს არის ის, რომ თქვენი ტვინი ვერ ამუშავებს თქვენს მეხსიერებებს სწორად. ის ვერ ახდენს რეკონსოლიდაციას, ის ვერ ხელახლა წერს ისტორიას. თქვენ რჩებით ტყვე თქვენი ძველი ნარატივისა. წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომელიც არასოდეს გადატვირთავს. ფაილები გროვდება, პროგრამები ეშლება, სისტემა ნელდება. საბოლოოდ კომპიუტერი ხდება თითქმის გამოუყენებელი. თქვენი ტვინი საჭიროებს გადატვირთვას და ეს გადატვირთვა არის ძილი. განსაკუთრებით REM ძილი. ეს არის დრო, როცა თქვენი ტვინი ასუფთავებს ფაილებს, ხელახლა ორგანიზებს მონაცემებს, ახლდება სისტემას. და როცა თქვენ იღვიძებთ, თქვენი ტვინი არის უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, უფრო ფუნქციური. თქვენი მეხსიერებები არის უფრო ორგანიზებული, თქვენი ნარატივი არის უფრო კოჰერენტული, თქვენი იდენტობა არის უფრო სტაბილური. მაგრამ აქ არის პარადოქსი. თუ თქვენი იდენტობა მუდმივად იცვლება ძილის დროს, მაშინ როგორ შეგიძლიათ იყოთ იგივე ადამიანი, როცა იღვიძებთ? პასუხი არის ის, რომ თქვენ არ ხართ იგივე ადამიანი. თქვენ ხართ განახლებული ვერსია. ვერსია, რომელმაც ინტეგრირა გუშინდელი გამოცდილებები. ვერსია, რომელმაც ხელახლა ორგანიზება გაუკეთა მეხსიერებებს. ვერსია, რომელმაც ხელახლა დაწერა ნარატივი. მაგრამ ეს ცვლილება არის ისეთი თანდათანობითი, ისეთი მიკროსკოპული, რომ თქვენ მას არ გრძნობთ. თქვენ გრძნობთ უწყვეტობას, თქვენ გრძნობთ სტაბილურობას. მაგრამ ეს არის ილუზია. ილუზია, რომელსაც თქვენი ტვინი ქმნის, რათა თქვენ შეძლოთ ფუნქციონირება. 2029 წელს ფილოსოფოსმა დენიელ დენეტმა ტაფცის უნივერსიტეტში შემოქრავაზა მეტაფორა, რომელიც შესანიშნავად აღწერს ამ პროცესს. მან თქვა, რომ თქვენი იდენტობა არის როგორც ალაგი. ალაგი არ არის ერთი ნაჭერი ქსოვილი. ის არის მრავალი ნაჭრის კომბინაცია, რომლებიც ერთად არის შეკერილი. ყოველი ნაჭერი არის მეხსიერება. ყოველი ნაკერი არის კავშირი მეხსიერებებს შორის. და ალაგი მუდმივად იცვლება. ახალი ნაჭრები ემატება, ძველი ნაჭრები იშლება. ნაკერები ხელახლა იკერება, მაგრამ ალაგი რჩება ალაგად. ის ინარჩუნებს თავის ფუნქციას, ის ინარჩუნებს თავის იდენტობას, როგორც ალაგი. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენელი ელემენტები მუდმივად იცვლება, ეს არის თქვენი იდენტობა. ეს არის ალაგი, რომელიც მუდმივად იცვლება, მაგრამ რჩება ალაგად.
და ყველაზე საოცარი ის არის, რომ თქვენ ხართ ის, ვინც ამატებს ახალ ნაჯრებს. თქვენ ხართ ის, ვინც ხელახლა კერავს ნაკერებს. თქვენ ხართ ის, ვინც ქმნის ალაგის დიზაინს. არა შეგნებულად, არამედ თქვენი ყოველდღიური არჩევანებით. თქვენი ყოველდღიური აზრებით, თქვენი აზრებით, თქვენი ყოველდღიური მოქმედებებით. ყოველი არჩევანი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, ამატებს ახალ ნაჯერს. ყოველი აზრი, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, ხელახლა კერავს ნაკერს. ყოველი მოქმედება, რომელსაც თქვენ ასრულებთ, ცვლის დიზაინს. მაგრამ აქ იწყება რეალური ძალა. რადგან თუ თქვენ გესმით, რომ თქვენ ხართ ალაგის შემქმნელი, მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად აირჩიოთ, რა ნაჭრები დაამატოთ. თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად აირჩიოთ, როგორ ხელახლა დაკეროთ ნაკერები. თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად შექმნათ დიზაინი. ეს არ არის თვითშეთვისება, ეს არ არის დენიალიზმი, ეს არის შემოქმედება. შემოქმედება თქვენი საკუთარი იდენტობისა, შემოქმედება თქვენი საკუთარი რეალობისა, შემოქმედება თქვენი საკუთარი ცხოვრებისა. 2024 წელს ნეირობიოლოგმა ჯუდსონ ბრიუერმა ბრაუნის უნივერსიტეტში აღმოაჩინა, რომ მედიტაცია, განსაკუთრებით mindfulness-ის მედიტაცია, ცვლის იმას, თუ როგორ მუშაობს რეკონსოლიდაციის პროცესი. როცა თქვენ მედიტირებთ, თქვენ ივარჯიშებთ დაკვირვებაში თქვენი აზრების, თქვენი ემოციების, თქვენი მეხსიერებების. თქვენ ივარჯიშებთ იმაში, რომ არ იყოთ ჩართული მათში, არამედ უბრალოდ დააკვირდეთ მათ. და ეს დაკვირვება ცვლის რეკონსოლიდაციას. როცა თქვენ დააკვირდებით მეხსიერებას რეაქციის გარეშე, მეხსიერება რეკონსოლიდირდება, მაგრამ ახლა ის არის ნაკლებად ემოციური. ახლა თქვენ მუშაობთ და არა ემოციურობთ. ამიტომაც როგორც ნეიროპედაგოგი, მე აკეთებ აქტიურ შეთანხმებას თქვენთან, რომ თქვენი მედიტაციის პროცესი მეხსიერების რეკონსოლიდაციის პროცესით ერთეულია. ახლა ის არის ნაკლებად ემოციურად დამუხტული. ის ხდება უფრო ნეიტრალური, უფრო ობიექტური, უფრო მართვადი. ეს არის ძალა mindfulness-ისა. ეს არ არის ის, რომ თქვენ წაშლით მეხსიერებებს. ეს არის ის, რომ თქვენ ცვლით თქვენს ურთიერთობას მეხსიერებებთან. თქვენ ხდებით დამკვირვებებით, ვენ ხდებით დამკვირვებელი, არა მონაწილე. თქვენ ხდებით რედებით რედაქტორი, არა პერსონაჟი. თქვენ ხდებით ავტორი, არა ისტორია. და როცა თქვენ ხდებით ავტორი, თქვენ იღებთ ძალას. ძალას შეცვალოთ ნარატივი, ძალას შეცვალოთ იდენტობა, ძალას შეცვალოთ რეალობა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ ფილმს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ისე ჩართული ფილმში, რომ დაივიწყოთ, რომ ეს არის ფილმი. თქვენ იწყებთ იდენტიფიცირებას პერსონაჟებთან. თქვენ გრძნობთ მათ ემოციებს. თქვენ ცხოვრობთ მათ ისტორიას. მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯი უკან და გაიხსენოთ, რომ ეს არის მხოლოდ ფილმი. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ფილმს როგორც ფილმს. თქვენ შეგიძლიათ იძლიათ დააფასოთ ის როგორც ხელოვნება, მაგრამ არ დაკარგოთ თავი მასში. თქვენი მეხსიერებები არის ზუსტად ასეთი ფილმები. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ჩართული მათში, ან შეგიძლიათ დააკვირდეთ მათ. და როცა თქვენ დააკვირდებით მათ, თქვენ იღებთ ძალას. მაგრამ აქ არის კრიტიკული დეტალი. დაკვირვება არ ნიშნავს გაცივებას. დაკვირვება არ ნიშნავს ემოციების დათრგუნვას. დაკვირვება ნიშნავს ემოციების აღიარებას, მაგრამ არა იდენტიფიცირებას მათთან. ეს არის სუბტილური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. როცა თქვენ ამთრგუნავთ ემოციებს, თქვენ ქმნით ტენსიას, თქვენ ქმნით კონფლიქტს, თქვენ ქმნით პრობლემებს. მაგრამ როცა თქვენ აღიარებთ ემოციებს, მაგრამ არ იდენტიფიცირებთ მათთან, თქვენ ქმნით სივრცეს. სივრცეს, სადაც ემოციები შეიძლება იყოს, მაგრამ არ აკონტროლებს თქვენ. სივრცეს, სადაც მეხსიერებები შეიძლება იყოს, მაგრამ არ განსაზღვრავს თქვენ. 2030 წელს ფსიქოლოგმა სტივენ ჰეისმა ნევადას უნივერსიტეტში შემოგთავაზა თერაპიული მიდგომა, რომელსაც მან უწოდა მიღების და ვალდებულების თერაპია. ამ თერაპიის ძირითადი პრინციპი არის არა ბრძოლა თქვენს აზრებთან და ემოციებთან, არამედ მათი მიღება, მაგრამ არა იდენტიფიცირება მათთან. ჰეისმა აჩვენა, რომ ეს მიდგომა არის უფრო ეფექტური ვიდრე ტრადიციული კოგნიტური თერაპია, რომელიც ცდილობს შეცვალოს ნეგატიური აზრები პოზიტიურით. რატომ? რადგან ბრძოლა აზრებთან აძლიერებს მათ. სდა არ იფიქროთ რაღაცაზე აიძულებს, თქვენ უფრო მეტად იფიქროთ მასზე. მაგრამ მიღება აზრებისა, როგორც უბრალოდ აზრებისა, არა რეალობისა, ამცირებს მათ ძალას. ეს არის ძალა მიღებისა, არა რეზიგნაციისა, არამედ მიღებისა, არა დანებებისა, არამედ აღიარებისა. თქვენ აღიარებთ, რომ თქვენ გაქვთ ნეგატიური მეხსიერებები. თქვენ აღიარებთ, რომ თქვენ გაქვთ ტრავმული გამოცდილებები. თქვენ აღიარებთ, რომ თქვენ გაქვთ რთული ემოციები. მაგრამ თქვენ არ იდენტიფიცირებთ მათთან. თქვენ არ ამბობთ, მე ვარ ჩემი ტრავმა. თქვენ ამბობთ, მე მქონდა ტრავმული გამოცდილება. თქვენ არ ამბობთ, მე ვარ დეპრესიული. თქვენ ამბობთ, მე ვგრძნობ დეპრესიას. ეს სუბტილური ენობრივი ცვლილება ქმნის ძალიან დიდ განსხვავებას. ის ქმნის სივრცეს,
თქვენსა და თქვენს გამოცდილებას შორის და ამ სივრცეში არის თავისუფლება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ცაში. თქვენი აზრები და ემოციები არის ღრუბლები, რომლებიც გადის ცაში. ზოგიერთი ღრუბელი არის თეთრი და მსუბუქი, ზოგიერთი ღრუბელი არის მუქი და მძიმე. მაგრამ თქვენ არ ხართ ღრუბლები, თქვენ ხართ ცა. ღრუბლები მოდის და მიდის, ისინი იცვლება, ისინი გარდაიქმნება, მაგრამ ცა რჩება. ცა არის სივრცე, სადაც ღრუბლები შეიძლება იყოს, მაგრამ ცა არ არის ღრუბლები. თქვენ ხართ ცა. თქვენი აზრები, თქვენი ემოციები, თქვენი მეხსიერებები არის ღრუბლები. ისინი არის ნაწილი თქვენი გამოცდილებისა, მაგრამ ისინი არ არიან თქვენ. 2029 წელს ნეირობიოლოგმა რიჩარდ დევიდსონმა და ფსიქოლოგმა დენიელ გოლმანმა გამოაქვეყნეს წიგნი შეცვლილი თვისებები, სადაც მათ აჩვენეს, რომ გრძელვადიანი მედიტაციის პრაქტიკა ცვლის არა მხოლოდ თქვენს ტვინს, არამედ თქვენს პიროვნებას. ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად მედიტირებენ წლების განმავლობაში, აჩვენებენ ფუნდამენტურ ცვლილებებს მათ პიროვნულ თვისებებში. ისინი ხდებიან უფრო მშვიდები, უფრო თანაგრძნობიანები, უფრო ფოკუსირებულები, უფრო მოქნილები. და ეს ცვლილებები არ არის დროებითი. ისინი არის მუდმივი. ისინი არის შეცვლილი თვისებები. ახალი გზა ყოფნისა სამყაროში. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პიროვნება არ არის ფიქსირებული. თქვენი პიროვნება არის პლასტიკური. ის შეიძლება შეიცვალოს. და ის იცვლება თქვენი პრაქტიკის მიხედვით. თუ თქვენ პრაქტიკულად ივარჯიშებთ რეაქტიულობაში, თქვენი პიროვნება ხდება უფრო რეაქტიული. თუ თქვენ პრაქტიკულად ივარჯიშებთ რეფლექსიაში, თქვენი პიროვნება ხდება უფრო რეფლექსიური. თუ თქვენ პრაქტიკულად ივარჯიშებთ mindfulness-ში, თქვენი პიროვნება ხდება უფრო mindful-ი. თქვენ ხართ ის, რასაც თქვენ პრაქტიკულად აკეთებთ. არა ის, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ. არა ის, რასაც თქვენ დინდათ იყოთ, არამედ ის, რასაც თქვენ რეალურად, ყოველდღიურად, მუდმივად აკეთებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაგება. თქვენი იდენტობა არ არის განსაზღვრული თქვენი წარსულით. თქვენი იდენტობა არის განსაზღვრული თქვენი აწმყოთი. თქვენი ყოველდღიური პრაქტიკით, თქვენი ყოველდღიური არჩევანებით, თქვენი ყოველდღიური მოქმედებებით. ყოველი დღე, რომელსაც თქვენ ხარჯავთ პრაქტიკაზე, არის დღე, რომელიც ცვლის თქვენს ტვინს. ცვლის თქვენს მეხსიერებებს, ცვლის თქვენს იდენტობას, ცვლის თქვენს რეალობას. და ეს ცვლილება არ არის სწრაფი. მაგრამ ის არის რეალური, ის არის ფიზიკური, ის არის ნეირობიოლოგიური. მაგრამ აქ, ან წერტილში, სადაც ჩვენ ვესაუბრებით ნეირონებს, რეკონსოლიდაციას, პრაქტიკას, აქ იწყება რეალური კითხვა. კითხვა, რომელსაც ბევრი თქვენგანი უკვე ფიქრობს. კითხვა, რომელიც არის სრულიად ლეგიტიმური. მე ვიცი, რაზე ფიქრობთ. ეს ყველაფერი ჟრეს ლამაზად, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ვერსია პოზიტიური აზროვნებისა, კიდევ ერთი გზა თავის მოტყუებისა, კიდევ ერთი ფსევდომეცნიერული იდეა, რომელიც ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი რეალობა, უბრანი რეალობა უბრალოდ აზროვნებით. და ეს კითხვა არის აბსოლუტურად სწორი. რადგან ისტორია სავსეა იდეებით, რომლებმაც დაპირეს ტრანსფორმაცია და მიაწოდეს მხოლოდ ილუზია. ისტორია სავსეა გურუებით, რომლებმაც თქვენს უბრალოდ იფიქრე პოზიტიურად და ყველაფერი შეიცვლება. ისტორია სავსეა წიგნებით, რომლებმაც დაპირეს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი, რაც გინდათ, უბრალოდ ვიზუალიზაციით. და ეს ყველაფერი იყო უმეტეს შემთხვევაში ბუშტი, ილუზია, თვითმოტყუება. მაშ რატომ არის ეს განსხვავებული? რატომ არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არა კიდევ ერთი ვერსია იმავე ძველი ილუზიისა? პასუხი არის მარტივი, მაგრამ კრიტიკული. რადგან ჩვენ არ ვამბობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა, ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მეხსიერება რეალობის შესახებ. და ეს არის ფუნდამენტური განსხვავება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ავტოსაგზაო შემთხვევა. ეს არის ფაქტი, ეს მოხდა, ეს არის რეალობა. არავითარი აზროვნება, არავითარი ვიზუალიზაცია, არავითარი პოზიტიური დამოკიდებულება არ შეცვლის ამ ფაქტს. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაგრამ, და ეს არის გიგანტური მაგრამ, თქვენი მეხსიერება ამ შემთხვევის შესახებ არ არის ფაქტი. ის არის რეკონსტრუქცია. და ეს რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს ტრავმატული, ან შეიძლება იყოს ტრანსფორმაციული. შეიძლება იყოს პარალიზებული, ან შეიძლება იყოს გამაძლიერებელი. შეიძლება იყოს ის, რაც განსაზღვროს თქვენს მთელ ცხოვრებას, ან შეიძლება იყოს ის, რაც ასწავლის თქვენ რაღაცას და გადადის. 2029 წელს ნეირობიოლოგმა ჯეიმს მაკგოფმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაატარა კვლევა, რომელმაც ზუსტად ეს აჩვენა. მან იმუშავა ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ იდენტური ტრავმული მოვლენები, ავტოსაგზაო შემთხვევები. მაგრამ ზოგიერთი მათგანი განვითარდა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, ზოგიერთი კი არა. რა იყო განსხვავება? არა მოვლენა თავად, არა სიმძიმე ტრავმისა. არამედ ის, თუ როგორ რეკონსოლიდირდა მეხსიერება პირველი 6 საათის განმავლობაში. ადამიანები, რომლებიც იყვნენ მარტო, რომლებიც არ ჰქონდათ სოციალური მხარდაჭერა,
რომლებიც მუდმივად ხელახლა იხსენებდნენ ტრავმას ამ კრიტიკულ ფანჯარაში, მათი მეხსიერება რეკონსოლიდირდა როგორც ტრავმატული. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მხარდაჭერა, რომლებიც შეძლეს კონტექსტუალიზება მოვლენისა, რომლებიც შეძლეს ინტეგრირება მოვლენისა უფრო ფართო ნარატივში, მათი მეხსიერება რეკონსოლიდირდა განსხვავებულად. ეს არ არის პოზიტიური აზროვნება. ეს არის ნეირობიოლოგია. ეს არ არის თავისმოტყუება. ეს არის გაგება იმისა, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი. და როცა თქვენ გესმით ეს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ცოდნა. არა იმისთვის, რომ შეცვალოთ წარსული, ეს შეუძლებელია, არამედ იმისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი ურთიერთობა წარსულთან. და ეს არის სრულიად შესაძლებელი. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი კრიტიკული პუნქტი, რომელიც უნდა გავარკვიოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მეხსიერება შეიძლება შეიცვალოს ერთნაირად ადვილად. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტრავმა შეიძლება გადაიხედოს უბრალოდ სწორი აზროვნებით. ზოგიერთი მეხსიერება არის ღრმად ჩაშენებული, ზოგიერთი ტრავმა არის ღრმად ფესვგადგმული. ზოგიერთი ნეირონული ქსელი არის ისე ძლიერად კონსოლიდირებული, რომ მისი შეცვლა მოითხოვს არა დღეებს, არამედ თვეებს, არა თვეებს, არამედ წლებს. არა მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევას, არამედ პროფესიონალურ დახმარებას. 2024 წელს კლინიკურმა ფსიქოლოგმა ბესელ ვან დერ კოლკმა ბოსტონის უნივერსიტეტში გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ კომპლექსური ტრავმა, განსაკუთრებით ბავშვობის ტრავმა, ცვლის არა მხოლოდ მეხსიერებას, არამედ თვითონ ტვინის სტრუქტურას. ამიგდალა, ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია შიშზე, ხდება ჰიპერაქტიური. ჰიპოკამპუსი, ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერების კონტექსტუალიზაციაზე, ხდება შემცირებული. პრეფრონტალური კორტექსი, ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია რეგულაციაზე, ხდება შესუსტებული. ეს არის არა მხოლოდ მეხსიერების პრობლემა, ეს არის ტვინის არქიტექტურის პრობლემა. და ამ შემთხვევაში უბრალოდ გადახედვა მეხსიერებისა არ არის საკმარისი. საჭიროა ღრმა, გრძელვადიანი პროფესიონალური ინტერვენცია. საჭიროა თერაპია, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მეხსიერებაზე, არამედ თვითონ ტვინის სტრუქტურაზე. საჭიროა პრაქტიკა, რომელიც ნელ-ნელა თანდათანობით წლების განმავლობაში ხელახლა აშენებს ნეირონულ ქსელებს. ეს არის შესაძლებელი. ნეიროპლასტიკურობა არის რეალური, მაგრამ ეს არ არის ადვილი. ეს არ არის სწრაფი. ეს არ არის რაღაც, რასაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ მარტო. და ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება. რადგან თუ ჩვენ ვითვლით, რომ ყველას შეუძლია შეცვალოს თავისი მეხსიერებები უბრალოდ აზროვნებით, ჩვენ აზროვნებით, ჩვენ ვატყუებთ ადამიანებს. ჩვენ ვქნით ცრუ იმედებს. ჩვენ ვაბრალდებთ მსხვერპლებს მათი საკუთარი ტრავმისთვის. თუ თქვენ ვერ ჯანდებით, ეს თქვენი ბრალია. თქვენ უბრალოდ არ ცდილობთ საკმარისად. ეს არის არა მხოლოდ არასწორი, ეს არის სააზიანო. ეს არის ზუსტად ის, რაც აკეთებს პოზიტიური აზროვნების მოძრაობა. და ეს არის ზუსტად ის, რისგანაც ჩვენ უნდა თავი ავარიდოთ. მაშ რა არის სიმართლე? სიმართლე არის ნიუანსირებული. სიმართლე არის, რომ მეხსიერება არის პლასტიკური, მაგრამ არა უსასრულოდ პლასტიკური. სიმართლე არის, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ურთიერთობა წარსულთან, მაგრამ ზოგიერთი წარსული მოითხოვს უფრო მეტ მუშაობას ვიდრე სხვა. სიმართლე არის, რომ ნეირობიოლოგია გვაძლევს ინსტრუმენტებს, მაგრამ ეს ინსტრუმენტები არ არის მაგიური. ისინი არის რეალური, მაგრამ ისინი მოითხოვენ რეალურ მუშაობას, რეალურ დროს, რეალურ ძალისხმევას და ზოგჯერ რეალურ პროფესიონალურ დახმარებას. 2030 წელს ნეირობიოლოგმა ლიზა ფელდმან ბარეტმა ჩრდილოეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში ჩაატარა მეტაანალიზი ყველა არსებული კვლევისა მეხსიერების რეკონსოლიდაციის შესახებ. მან აღმოაჩინა რაღაც საინტერესო. ყველაზე ეფექტური ინტერვენციები იყო არა ის, რომლებიც ცდილობდნენ წაშალონ ან გადაეწერათ მეხსიერებები. ყველაზე ეფექტური ინტერვენციები იყო ის, რომლებიც ეხმარებოდნენ ადამიანებს შეექმნათ ახალი კონტექსტი ძველი მეხსიერებებისთვის. არა შეცვლა ფაქტებისა, არამედ შეცვლა მნიშვნელობისა. არა უარყოფა რეალობისა, არამედ გაფართოება პერსპექტივისა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ფოტოსურათი. ეს ფოტოსურათი აჩვენებს რთულ მომენტს თქვენი ცხოვრებიდან. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ეს ფოტოსურათი მცირე ჩარჩოში, სადაც ის არის ერთადერთი რამ, რასაც ხედავთ. ან თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ ეს ფოტოსურათი დიდ ალბომში, სადაც ის არის ერთი ფოტოსურათი 1000 სხვა ფოტოსურათიდან. ფოტოსურათი თავად არ იცვლება, მაგრამ მისი მნიშვნელობა იცვლება. მისი ზემოქმედება იცვლება, მისი ძალალა იცვლება. როცა ის არის ერთადერთი რამ, რასაც ხედავთ, ის განსაზღვრავს ყველაფერს. მაგრამ როცა ის არის ერთი ფოტოსურათი მრავალი სხვა ფოტოსურათიდან, ის ხდება ნაწილი უფრო დიდი ისტორიისა. ეს არის ის, რასაც ნეირობიოლოგია გვასწავლის. არა წაშლა წარსულისა, არა უარყოფა რეალობისა, არამედ გაფართოება კონტექსტისა. შექმნა უფრო დიდი ნარატივისა. ნარატივისა, სადაც ტრავმა არის ნაწილი ისტორიისა, მაგრამ არა მთელი ისტორია.
სადაც რთული მომენტები არის ნაწილი მოგზაურობისა, მაგრამ არა დანიშნულების ადგილი. სადაც წარსული არის ნაწილი თქვენი იდენტობისა, მაგრამ არა მთელი თქვენი იდენტობა. ტობა. მაგრამ აქ იწყება ყველაზე ღრმა კითხვა. კითხვა, რომელიც მიდის მიღმა ნეირობიოლოგიისა. კითხვა, რომელიც არის ფილოსოფიური. თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება, თუ თქვენი იდენტობა მუდმივად ხელახლა იქმნება, თუ თქვენი რეალობა არის სიმულაცია, რომელსაც თქვენი ტვინი ქმნის, მაშინ რა არის რეალური? რა არის ჭეშმარიტი? რა არის ის, რაზეც თქვენ შეგიძლიათ დაეხტუნოთ? 2030 წელს ფილოსოფოსმა თომას მეცინგერმა მაინცის უნივერსიტეტში შემოგთავაზა პასუხი, რომელიც არის ერთდროულად შემაშფოთებელი და განმათავისუფლებელი. მან თქვა: არაფერი არ არის რეალური იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. არ არსებობს ფიქსირებული, უცვლელი, ობიექტური რეალობა, რომელსაც ჩვენ ვახცევთ. არსებობს მხოლოდ პროცესი. პროცესი, რომელიც მუდმივად ქმნის მოდელებს რეალობისა. და ეს მოდელები არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ რეალობას. მაგრამ ისინი არ არის რეალობა. ისინი არის რეპრეზენტაციები რეალობისა. და ეს რეპრეზენტაციები მუდმივად იცვლება. ეს ჟღერს როგორც ნიჰილიზმი. ეს ჟღერს როგორც იდეა, რომელიც ამბობს, არაფერი არ არის რეალური, მაშ არაფერი არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მეცინგერი ამბობს საპირისპიროს. ის ამბობს, ზუსტად იმიტომ, რომ არაფერი არ არის ფიქსირებული, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ზუსტად იმიტომ, რომ თქვენი რეალობა არის კონსტრუქცია, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ამ კონსტრუქციაში. ზუსტად იმიტომ, რომ თქვენი იდენტობა არის პროცესი, თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ამ პროცესზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მხატვარი, თქვენი ცხოვრება არის ტილო. ყოველი დღე თქვენ ამატებთ ფუნჯის ნაკვთებს ამ ტილოზე. ზოგიერთი ნაკვთი არის თქვენი არჩევანი, ზოგიერთი ნაკვთი არის გარემოცვის არჩევანი, ზოგიერთი ნაკვთი არის შემთხვევითობა, მაგრამ ყველა ნაკვთი ხდება ნაწილი ნახატისა და ნახატი არასოდეს არის დასრულებული. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ნაკვთი, ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ კომპოზიცია, ყოველთვის შეგიძლიათ გადახედოთ პერსპექტივას. ნახატი არ არის ფიქსირებული, ის არის მუდმივად განვითარებადი. მაგრამ აქ არის კრიტიკული დეტალი. თქვენ არ შეგიძლიათ წაშალოთ ძველი ნაკვთები. თქვენ არ შეგიძლიათ მოიქცეთ ისე, თითქოს ისინი არასოდეს არსებობდნენ. ისინი არის ნაწილი ნახატისა. ისინი არის ნაწილი ისტორიისა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ნაკვთები, რომლებიც ცვლიან თლიან კომპოზიციას. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი კონტექსტი, რომელიც ძველ ნაკვთებს აძლევს ახალმნიშვნელ მნიშვნელობას. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ მთელ ნახატს და დაინახოთ არა ინდივიდუალური ნაკვთები, არამედ მთლიანი ნამუშევარი. 2026 წელს იანვარში, როცა ეს სიტყვები იწერება, ჩვენ ცხოვრობთ მომენტში, როცა ეს გაგება ხდება კრიტიკული. რადგან პირველად ისტორიაში ჩვენ გვაქვს ნეირობიოლოგიური მტკიცებულება იმისა, რაც ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში ამბობდნენ. რეალობა არ არის ფიქსირებული. იდენტობა არ არის უცვლელი. მეხსიერება არ არის ვიდეო ჩანაწერი. ყველაფერი არის პროცესი. ყველაფერი არის კონსტრუქცია. ყველაფერი არის მუდმივად განახლებადი სიმულაცია. და ეს გაგება არის ორმაგი. ერთი მხრივ ეს არის შემაშფოთებელი. თუ არაფერი არ არის ფიქსირებული, მაშინ რაზე შეგიძლიათ დაეღრნოთ? თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება, მაშინ როგორ იცით რა მოხდა რეალურად? თუ თქვენი იდენტობა არის სიმულაცია, მაშინ ვინ ხართ თქვენ რეალურად? ეს კითხვები არის ლეგიტიმური, ეს კითხვები არის მნიშვნელოვანი და ეს კითხვები არ აქვს მარტივი პასუხები. მაგრამ მეორე მხრივ ეს გაგება არის განმათავისუფლებელი. თუ არაფერი არ არის ფიქსირებული, მაშინ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ამ ცვლილებაზე. თუ თქვენი იდენტობა არის სიმულაცია, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ამ სიმულაციის შექმნაში. თქვენ არ ხართ ტყვე თქვენი წარსულისა. თქვენ არ ხართ განსაზღვრული თქვენი ტრავმით. თქვენ არ ხართ ფიქსირებული თქვენი ძველი ნარატივით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მწერალი, რომელიც წერს რომანს. თქვენ უკვე დაწერეთ 10 თავი. ეს თავები არის თქვენი წარსული. ისინი უკვე დაწერილია. ისინი არ შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ თქვენ ხართ მე-11 თავზე. და ეს თავი შეიძლება წავიდეს ნებისმიერი მიმართულებით. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ იგივე ნიმუში. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ იგივე თემები. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ იმავე ტრაექტორიაზე. ან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მიმართულება. თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ ახალი პერსონაჟი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი პლოტი. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ მთელ ისტორიას. და როცა თქვენ წერთ ამ ახალ თავს, რაღაც საოცარი ხდება. ძველი თავები არ იცვლება, ისინი უკვე დაწერილია, მაგრამ მათი მნიშვნელობა იცვლება, რადგან ახლა ისინი იკითხება ახალი კონტექსტის ფონზე. ის, რაც ჩანდა ტრაგედიად მე-10 თავში, შეიძლება ჩანდეს გარდამტეხ მომენტად მე-15 თავში.
ის, რაც ჩანდა დამარცხებად, შეიძლება ჩანდეს გაკვეთილად. ის, რაც ჩანდა დასასრულად, შეიძლება ჩანდეს დასაწყისად. ფაქტები არ იცვლება, მაგრამ ისტორია იცვლება. და როცა ისტორია იცვლება, ყველაფერი იცვლება. ეს არის ის, რასაც ნეირობიოლოგია გვასწავლის. ეს არის ის, რასაც მეხსიერების რეკონსოლიდაცია ნიშნავს. ეს არის ის, რასაც იდენტობის პლასტიკურობა გულისხმობს. თქვენ ხართ მწერალი თქვენი საკუთარი ცხოვრების რომანისა და თქვენ ყოველთვის ხართ მიმდინარე თავზე. თქვენ ყოველთვის ხართ იმ წერტილში, სადაც ისტორია შეიძლება წავიდეს ნებისმიერი მიმართულებით. და თქვენი არჩევანი, თქვენი ყოველდღიური, მომენტური, მუდმივი არჩევანი განსაზღვრავს თუ რა მიმართულებით წავა ის. მაგრამ აქ არის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. კითხვა, რომელიც მიდის მიღმა ნეირობიოლოგიისა, მიღმა ფსიქოლოგიისა, მიღმა ფილოსოფიისა. თუ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მეხსიერებები, თუ თქვენ შეგიძლიათ ხელახლა შექმნათ თქვენი იდენტობა, თუ თქვენ შეგიძლიათ გადაწეროთ თქვენი ისტორია, მაშინ რა პასუხისგებლობა გაქვთ? რა პასუხისგებლობა გაქვთ თქვენი წარსულის წინაშე? რა პასუხისგებლობა გაქვთ თქვენი მომავლის წინაშე? რა პასუხისგებლობა გაქვთ იმ ადამიანის წინაშე, ვინც თქვენ იყავით? რა პასუხისგებლობა გაქვთ იმ ადამიანის წინაშე, ვინც თქვენ გახდებთ წინაშე, ვინც თქვენ გახდებით? ეს კითხვები არ აქვს მარტივი პასუხები. ეს კითხვები არის ის, რასთანაც ყოველი ადამიანი უნდა გაუმკლავდეს ინდივიდუალურად. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი. ცოდნა არის ძალა და ძალა არის პასუხისმგებლობა. როცა თქვენ იცით, რომ თქვენი მეხსიერებები არ არის ფიქსირებული, თქვენ აღარ შეგიძლიათ თქვათ, მე ვარ ჩემი წარსულის მსხვერპლი. როცა თქვენ იცოდეთ, თქვენ იცით, რომ თქვენი იდენტობა არის პროცესი, თქვენ აღარ შეგიძლიათ თქვათ, ეს არის უბრალოდ ის, ვინც ვარ. როცა თქვენ იცით, რომ თქვენი რეალობა არის კონსტრუქცია, თქვენ აღარ შეგიძლიათ თქვათ, მე არაფერი შემიძლია. თქვენ შეგიძლიათ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ. არა ყველაფერი, არა მკისიერად, არა ადვილად, მაგრამ რაღაცა, ნელ-ნელა, თანდათანობით. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ურთიერთობა თქვენს მეხსიერებებთან. თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენი იდენტობის ევოლუციაზე. თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ თქვენი რეალობის კონსტრუქციაში. და ეს არის ერთდროულად ყველაზე შემაშფოთებელი და ყველაზე განმათავისუფლებელი გაგება, რომელიც ნეირობიოლოგიამ ოდესმე შემოგთავაზა. რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ ფიქსირებული, თქვენ არ ხართ განსაზღვრული, თქვენ არ ხართ დასრულებული. თქვენ ხართ პროცესი. პროცესი, რომელიც მუდმივად იცვლება. პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება. პროცესი, რომელიც მუდმივად ქმნის თავის თავს ხელახლა. და ყოველი წამი ან წამის ჩათვლით არის შესაძლებლობა. შესაძლებლობა შეცვალოთ მიმართულება. შესაძლებლობა გადაწეროთ ისტორია. შესაძლებლობა გახდეთ ის, ვინც გინდათ იყოთ. არა იმიტომ, რომ წარსული არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმიტომ, რომ მომავალი კიდევ არ არის დაწერილი. არა იმიტომ, რომ მეხსიერებები არ არის რეალური, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ არის ფიქსირებული. არა იმიტომ, რომ იდენტობა არის ილუზია, არამედ იმიტომ, რომ ის არის შემოქმედება. შემოქმედება, რომელიც არასოდეს მთავრდება. შემოქმედება, რომელშიც თქვენ ხართ ერთდროულად მხატვარი და ნამუშევარი. შემოქმედება, რომელიც არის თქვენი ცხოვრება. მაგრამ ახლა ამ წერტილში, სადაც ჩვენ ვესაუბრებით პასუხისგებლობას, შემოქმედებას, უსასრულო შესაძლებლობებს, ახლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაზეც ჩვენ არ ვიცით. რადგან ნეირობიოლოგია რამდენადაც რევოლუციურიც არ უნდა იყოს, კვლავ არის მეცნიერება. და მეცნიერება ყოველთვის იწყება აღიარებით იმისა, რაც უცნობია. ჩვენ ვიცით, რომ მეხსიერება რეკონსოლიდირდება. ჩვენ ვიცით, რომ ნეირონული ქსელები იცვლება. ჩვენ ვიცით, რომ იდენტობა არის პროცესი, არა ობიექტი. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ ზოგიერთი მეხსიერება რჩება ვივიდი 10 წლეულების განმავლობაში, ხოლო სხვა ქრება დღეებში. ჩვენ არ ვიცით, რატომ ზოგიერთი ადამიანი შეუძლია ტრანსფორმაცია ტრაუმის შემდეგ, ხოლო სხვა რჩება თხემისი. ჩვენ არ ვიცით, რა ზუსტად ქმნის შეგრძნებას მეობისა, იმ უწყვეტ წაფს, რომელიც აკავშირებს თქვენ ბავშვს, თქვენ მოზარდს, თქვენ ზრდასრულს, თქვენ ხანდაზმულს. 2030 წელს ნეირობიოლოგმა კრისტოფ კოხმა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დასვა კითხვა, რომელსაც მან უწოდა შეგნების რთული პრობლემა. როგორ ხდება, რომ ნეირონული აქტივობა, ელექტრული იმპულსები, ქიმიური სიგნალები, სინაფსური კავშირები ქმნის სუბიექტურ გამოცდილებას? როგორ ხდება, რომ ფიზიკური პროცესი ხდება შეგრძნება იმისა, რომ იყო ვიღაც? ჩვენ შეგვიძლია აახსნათ, როგორ მუშაობს მეხსიერება. ჩვენ შეგვიძლია აახსნათ, როგორ იცვლება ნეირონული ქსელები, მაგრამ ჩვენ ვერ ვხსნით, რატომ ეს ყველაფერი გრძნობს როგორც რაღაც. რატომ არსებობს სუბიექტური გამოცდილება? და ეს არ არის მცირე კითხვა, ეს არის ფუნდამენტური კითხვა.
რადგან თუ ჩვენ არ ვიცით, რა ქმნის შეგნებას, მაშინ ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა ხართ თქვენ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენთვით, რომ თქვენი ტვინი ქმნის სიმულაციას, მაგრამ ვინ არის ის, ვინც განიცდის ამ სიმულაციას, აციას? ვინ არის დამკვირვებელი? ვინ არის ის მე, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს ახლა? წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომელიც უშვებს რთულ პროგრამას. ეს პროგრამა ამუშავებს ინფორმაციას. ის ქმნის მოდელებს, ის იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე, რაც გრძნობს, როგორც იყო ეს კომპიუტერი? არსებობს თუ არა სუბიექტური გამოცდილება კომპიუტერში? ჩვენ ვამბობთ არა, მაგრამ რატო? რა არის განსხვავება კომპიუტერსა და ადამიანის ტვინს შორის? ორივე ამუშავებს ინფორმაციას, ორივე ქმნის მოდელებს, ორივე იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ერთს აქვს შეგნება, მეორეს არა. რატო? ეს კითხვა რჩება უპასუხოდ და შესაძლოა ის ყოველთვის დარჩეს უპასუხოდ, რადგან შესაძლოა შეგნება არის რაღაც, რაც არ შეიძლება ახსნილ იქნას მხოლოდ ფიზიკური პროცესებით. შესაძლოა არსებობს რაღაც ფუნდამენტური სამყაროს შესახებ, რაც ჩვენ ჯერ არ გვესმის, რაღაც, რაც მიდის მიღმა ნეირონებისა და სინაფსებისა, რაღაც, რაც არის უფრო ღრმა, უფრო საიდუმლო, უფრო ფუნდამენტური. 2024 წელს ფიზიკოსმა როჯერ პენროუზმა ოქსფორდის უნივერსიტეტში შემოგთავაზა იდეა, რომელიც ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ ეფუძნება სერიოზულ მათემატიკას. მან თქვა, რომ შესაძლოა შეგნება არის კვანტური ფენომენი. შესაძლოა ის ხდება მიკროტუბულებში, მცირე სტრუქტურებში ნეირონების შიგნით, სადაც კვანტურული ეფექტები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. შესაძლოა შეგნება არის რაღაც, რაც წარმოიქმნება, როცა კვანტური სუპერპოზიცია კოლოფსირდება. შესაძლოა მე არის კვანტური ფენომენი. ეს იდეა არის კონტროვერსიული. ბევრი ნეირობიოლოგი ამბობს, რომ ეს არის ზედმეტად სპეკულაციური. მაგრამ აქ არის საინტერესო. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა არის შეგნება. ჩვენ არ ვიცით, რატო არსებობს სუბიექტი და რატო არსებობს სუბიექტური გამოცდილება. ჩვენ არ ვიცით, რა ქმნის მეობას. და ეს უცოდინრობა არ არის დროებითი. ეს არ არის რაღაც, რაც ჩვენ გადავჭრით მომდევნო 10 წლებში. ეს შეიძლება იყოს ფუნდამენტური ლიმიტი ჩვენი გაგების. წარმოიდგინეთ თევზი, რომელიც ცხოვრობს ოკეანის სიღრმეში. ეს თევზი არასოდეს უნახავს მზე. ის არასოდეს უნახავს ცა. ის არასოდეს უნახავს ხმელეთი. მისთვის რეალობა არის წყალი, წნევა, სიბნელე. მაგრამ არსებობს მთელი სამყარო მის ზემოთ. სამყარო, რომელსაც ის ვერასოდეს გამოიცდის, ვერასოდეს გაიგებს, ვერასოდეს წარმოიდგენს. ჩვენ შეიძლება ვიყოთ როგორც ეს თევზი. შეიძლება არსებობს მთელი განზომილებები რეალობისა, რომლებსაც ჩვენ ვერასოდეს გამოიცდით, ვერასოდეს გავიგებთ, ვერასოდეს წარმოიდგენთ. შეიძლება შეგნება არის ერთ-ერთი ასეთი განზომილება, ომილება. მაგრამ აქ არის რაღაც საოცარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის შეგნება, ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს. ჩვენ ვიცით ეს უფრო ნათლად, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. დეკარტი, ფრანგი ფილოსოფოსი მე-17 საუკუნიდან თქვა: მე ვფიქრობ, ამიტომ ვარ. ეს არის ერთადერთი რამ, რაშიც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ აბსოლუტურად დარწმუნებული. ჩვენ შეიძლება ვეჭვობდეთ ყველაფერში, გარე სამყაროში, ჩვენს მეხსიერებებში, ჩვენს აღქმებში, მაგრამ ჩვენ ვერ ვეჭვობთ იმაში, რომ არსებობს რაღაც, რაც ეჭვობს. არსებობს გამოცდილება, არსებობს შეგნება, არსებობს მე. და ეს მე, რამდენადაც საიდუმლოც არ უნდა იყოს, რამდენადაც გაუგებარიც არ უნდა იყოს, რამდენადაც ილუზორულიც არ უნდა იყოს, ეს მე არის ის, რაც კითხულობს ამ სიტყვებს ახლა. ეს მე არის ის, რაც განიცდის ამ მომენტს. ეს მე არის ის, რაც აქვს შესაძლებლობა შეცვალოს მომავალი. და ეს არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად აქვს მნიშვნელობა. 2026 წელს, იანვარში, ამ ზუსტ მომენტში, როცა ეს სიტყვები იწერება და იკითხება, ჩვენ ცხოვრობთ უნიკალურ ეპოქაში. ეპოქაში, როცა მეცნიერება იწყებს გაგებას იმისა, რაც ფილოსოფია 1000 წლეულების განმავლობაში ამბობდა. ეპოქაში, როცა ჩვენ ვიწყებთ ხედვას იმისა, რომ რეალობა არ არის ის, რასაც ვფიქრობდით. ეპოქაში, როცა ჩვენ ვიწყებთ გაგებას იმისა, რომ მე არ არის ის, რასაც ვფიქრობდით. მაგრამ ეს არის ასევე ეპოქა, როცა ჩვენ ვიწყებთ გაგებას იმისა, რომ ეს არ არის დანაკარგი, ეს არის შენაკარგი. გას არის შესაძლებლობა. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ. გახსოვთ პირველი სიტყვები ამ მოგზაურობისა. სწორედ ახლა, ამ წამში, როცა თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი ტვინი ახორციელებს რაღაც საოცარს. ის არ იხსენებს თქვენს წარსულს, ის მას წარსულს, ის მას ქმნის. ახლა ამ მოგზაურობის ბოლოს ჩვენ ბრუნდებით იმავე წერტილში. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით რაღაც, რაც მაშინ არ ვიცოდით. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მხოლოდ საინტერესო ფაქტი. ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ ვინ ხართ თქვენ. თქვენ არ ხართ თქვენი მეხსიერებები.
თქვენ ხართ პროცესი, რომელიც ქმნის მეხსიერებებს. თქვენ არ ხართ თქვენი წარსული. თქვენ ხართ პროცესი, რომელიც ინტერპრეტირებს წარსულს. თქვენ არ ხართ ფიქსირებული იდენტობა. თქვენ ხართ მუდმივად განახლებადი სიმულაცია. და ეს სიმულაცია, ეს საოცარი რთული საიდუმლო სიმულაცია არის ის, რაც კითხულობს ამ სიტყვებს ახლა. მაგრამ აქ არის ბოლოლო, ყველაზე ღრმა საიდუმლო. საიდუმლო, რომელიც არ შეიძლება ახსნილ იქნას ნეირობიოლოგიით. საიდუმლო, რომელიც არ შეიძლება ახსნილ იქნას ფსიქოლოგიით. საიდუმლო, რომელიც არ შეიძლება ახსნილ იქნას ფილოსოფიით. საიდუმლო, რომელიც შეიძლება მხოლოდ განიცადოს. ამ წამში, ამ ზუსტ მომენტში თქვენ არსებობთ. არა თქვენი მეხსიერებები, ისინი არის რეკონსტრუქციები. არა თქვენი იდენტობა, ის არის სიმულაცია. არა თქვენი წარსული, ის არის ისტორია. არამედ თქვენ. ის თქვენ, რომელიც არის ეხლა. ის თქვენ, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს. ის თქვენ, რომელიც განიცდის ამ მომენტს. ეს თქვენ არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად არსებობს. ყველაფერი სხვა, წარსული, მომავალი, მეხსიერებები, იდენტობა არის კონსტრუქცია. მაგრამ ეს მომენტი, ეს გამოცდილება, ეს შეგნება, ეს არის რეალური. და აქ არის პარადოქსი, რომელიც ამყარებს ყველაფერს. თუ მხოლოდ ეს მომენტი არის რეალური, მაშინ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მეხსიერება, იდენტობა, ნარატივი არის ილუზია. მაგრამ ეს არის აუცილებელი ილუზია. ილუზია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფუნქციონირება. ილუზია, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყოთ ადამიანი. ილუზია, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყოთ თქვენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ ფილმს. ფილმი არის სერია უძრავი სურათებისა, რომლებიც ჩქარა იცვლება. არ არსებობს რეალური მოძრაობა, არსებობს მხოლოდ სურათები, რომლებიც იცვლება. მაგრამ თქვენი ტვინი ქმნის ილუზიას მოძრაობისა. და ეს ილუზია საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ისტორია, დაინახოთ ნარატივი, დაინახოთ მნიშვნელობა. თქვენი ცხოვრება არის ზუსტად ასეთი ფილმი. სერია მომენტებისა, რომლებიც ჩქარა იცვლება. არ არსებობს რეალური უწყვეტობა, არსებობს მხოლოდ მომენტები. მაგრამ თქვენი ტვინი ქმნის ილუზიას უწყვეტობისა. და ეს ილუზია საშუალებას გაძლევთ დაინახოთ თქვენი ცხოვრება, როგორც ისტორია. მაგრამ აქ არის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. კითხვა, რომელსაც ყოველი ადამიანი უნდა უპასუხოს თავისთვის. ის ყველაფერი არის ილუზია, მეხსიერება, იდენტობა, უწყვეტობა, იდენტობა, უწყვეტობა. მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს? აქვს ყველაფერს. რატო უნდა ვცადოთ? რატო უნდა ვიზრუნოთ? რატო უნდა ვიცხოვროთ? პასუხი არ არის ფილოსოფიურ წიგნებში. პასუხი არ არის ნეირობიოლოგიურ კვლევებში. პასუხი არ არის რელიგიურ ტექსტებში. პასუხი არის აქ, ეხლა, ამ მომენტში. პასუხი არის თვითონ გამოცდილება. გამოცდილება იმისა, რომ იყო ცოცხალი. გამოცდილება იმისა, რომ იყო შეგნებული. გამოცდილება იმისა, რომ იყო თქვენ. 2030 წელს ფილოსოფოსმა ალან უოტსმა, რომელიც გარდაიცვალა 1972 წელს, მაგრამ რომლის იდეები კვლავ რეზონანსს იწვევს, თქვა რაღაც, რაც შეიძლება იყოს ყველაზე ახლოს პასუხთან. მან თქვა: თქვენ არ მოდიხართ ამ სამყაროში. თქვენ გამოდიხართ მისგან. ისევე როგორც ტალღა გამოდის ოკეანიდან. თქვენ არ ხართ უცხო ამ სამყაროში. თქვენ ხართ ის, რასაც სამყარო აკეთებს ამ კონკრეტულ ადგილას და დროში. ეს ნიშნავს, რომ თქვენი არსებობა არ არის შემთხვევითობა. თქვენი შეგნება არ არის ანომალია. თქვენი გამოცდილება არ არის შეცდომა. თქვენ ხართ ის, რასაც სამყარო აკეთებს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო იცნობს თავის თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო განიცდის თავის თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო ქმნის მნიშვნელობას. და თუ ეს არის ჭეშმარიტი, თუ თქვენ ხართ არა რაღაც, რაც მოხდა სამყაროში, არამედ რაღაც, რასაც სამყარო აკეთებს, მაშინ ყველაფერი იცვლება. მაშინ თქვენი მეხსიერებები, რამდენადაც ცვალებადიც არ უნდა იყოს, არის ნაწილი უფრო დიდი პროცესისა. მაშინ თქვენი იდენტობა, რამდენადაც ილუზორულიც არ უნდა იყოს, არის ნაწილი უფრო დიდი ნიმუშისა. მაშინ თქვენი ცხოვრება, რამდენადაც ეფემერულიც არ უნდა იყოს, არის ნაწილი უფრო დიდი სიმფონიისა. და ამ სიმფონიაში, ამ უზარმაზარ კოსმიურ სიმფონიაში, თქვენ ხართ ერთი ნოტა, ერთი მომენტი, ერთი ტალღა ოკეანეში. მაგრამ ეს ნოტა, ეს მომენტი, ეს ტალღა, ეს არის უნიკალური, ეს არის შეუცვლელი, ეს არის თქვენი. და ის ფაქტი, რომ ეს არის დროებითი, არ ხდის მას ნაკლებად ღირებულს. ის ფაქტი, რომ ეს არის ცვალებადი, არ ხდის მას ნაკლებად რეალურს. ის ფაქტი, რომ ეს არის ილუზია, არ ხდის მას ნაკლებად ლამას. მაშ აქ ვართ, ბოლოს. ან შესაძლოა დასაწყისში. ვინ იცის? ჩვენ დავიწყეთ კითხვით. ვინ ხართ თქვენ, თუ თქვენი მეხსიერებები მუდმივად იცვლება? და ახლა ამ მოგზაურობის ბობოლოს ჩვენ გვაქვს პასუხი. მაგრამ ეს არ არის პასუხი, რომელსაც თქვენ შეიძლება ელოდით.
თქვენ არ ხართ თქვენი მეხსიერებები. თქვენ არ ხართ თქვენი იდენტობა. თქვენ არ ხართ თქვენი ისტორია. თქვენ ხართ ის, რაც ხდება ახლა, ამ მომენტში, ამ წამში. თქვენ ხართ პროცესი, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს. პროცესი, რომელიც ფიქრობს ამ აზრებზე. პროცესი, რომელიც განიცდის ამ გამოცდილებას. და ეს პროცესი, ეს საოცარი, საიდუმლო, შეუცვლელი პროცესი არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად არსებობს. ყველაფერი სხვა, წარსული, მომავალი, მეხსიერებები, იდენტობა არის ისტორია. ისტორია, რომელსაც თქვენი ტვინი უყვება თქვენ. ისტორია, რომელიც ეხმარება თქვენ გაიგოთ ვინ ხართ. ისტორია, რომელიც ეხმარება თქვენ იფუნქციონიროთ. მაგრამ ეს არის მხოლოდ ისტორია. და როგორც ყველა ისტორია, ის შეიძლება გადაიწეროს. ის შეიძლება გადაიხედოს. ის შეიძლება ტრანსფორმირდეს. მაგრამ ეს მომენტი, ეს გამოცდილება, ეს შეგნება, ეს არ შეიძლება გადაიწეროს. ეს არ შეიძლება გადაიხედოს. ეს არ შეიძლება ტრანსფორმირდეს. ეს უბრალოდ არის. და ის ფაქტი, რომ ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო, ყველაზე დიდი სასწაული, ყველაზე დიდი საჩუქარი. მაშ შესაძლოა კითხვა არ არის ვინ ხართ თქვენ. შესაძლოა კითხვა არის რა ხართ თქვენ. და პასუხი შეიძლება იყოს ეს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო იცნობს თავის თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც შეგნება ხდება შეგნებული. თქვენ ხართ გზა, ხართ გზა, რომლითაც არაფერი ხდება რაღაც. და ეს არის საკმარისი. ეს არის მეტი ვიდრე საკმარისი. ეს არის ყველაფერი. ამ წამში, როცა თქვენ კითხულობთ ამ ბოლო სიტყვებს, თქვენი ტვინი ქმნის ახალ მეხსიერებას. მეხსიერებას ამ მოგზაურობის შესახებ. მეხსიერებას ამ იდეების შესახებ. მეხსიერებას ამ მომენტის შესახებ. და ეს მეხსიერება, როგორც ყველა მეხსიერება, შეიცვლება. ის ტრანსფორმირდება, ის ინტეგრირდება უფრო დიდ ნარატივში. და შესაძლოა ერთ დღეს, როცა თქვენ გაიხსენებთ ამ მომენტს, თქვენ გაიხსენებთ არა ზუსტად ის, რაც იყო, არამედ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რომ ყოფილიყო. და ეს კარგია. ეს არის ის, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი. ეს არის ის, თუ როგორ ხართ თქვენ. თქვენ არ ხართ ისტორიკოსი, რომელიც ინახავს ზუსტ ჩანაწერებს. თქვენ ხართ მხატვარი, რომელიც მუდმივად ხელახლა ხატავს თქვენს ცხოვრებას. და ყოველი ახალი ფუნჯის ნაკვთი, ყოველი ახალი ფერი, ყოველი ახალი პერსპექტივა, ეს არის შესაძლებლობა. შესაძლებლობა შექმნათ რაღაც ახალი, რაღაც ლამაზი, რაღაც მნიშვნელოვანი. მას შესაძლოა ბოლო კითხვა არ არის ვინ ხართ თქვენ. შესაძლოა ბოლო კითხვა არის ვინ გინდათ იყოთ. რადგან ახლა ამ მომენტში, ამ წამში, თქვენ გაქვთ ძალა. ძალა შეცვალოთ თქვენი ისტორია. ძალა ტრანსფორმირდეთ თქვენი იდენტობა. ძალა შექმნათ თქვენი რეალობა. არა სრულად, არა მხისიერად, არა ადვილად, მაგრამ რაღაცა, ნელ-ნელა, თანდათანობით, ყოველი დღე, ყოველი მომენტი, ყოველი არჩევანი. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაგება, რომ თქვენ არ ხართ ფიქსირებული, რომ თქვენ არ ხართ დასრულებული, რომ თქვენ არ ხართ განსაზღვრული თქვენი წარსულით. თქვენ ხართ პროცესი, პროცესი, რომელიც მუდმივად იცვლება, პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება, პროცესი, რომელიც მუდმივად ქმნის თავის თავს ხელახლა. და ამ პროცესში, ამ მუდმივ ტრანსფორმაციაში არის არადანაკარგი, არამედ შესაძლებლობა. შესაძლებლობა იყოთ ის, ვინც გინდათ იყოთ. შესაძლებლობა შექმნათ ის, რაც გინდათ შექმნათ. შესაძლებლობა იცხოვროთ ის, რაც გინდათ იცხოვროთ. და თიცხოვროთ. და ეს არის თქვენი ცხოვრება. არა ის, რაც იყო, არა ის, რაც იქნება, არამედ ის, რაც არის, ეხლა, ამ მომენტში, ამ წამში. და ეს წამი, ეს ერთადერთი წამი, რომელიც რეალურად არსებობს, არის თქვენ.